მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობას გიხდით მოსვლისთვის, დაინტერესებისთვის და გაგეცნობით მე ვარ ელენე სამუშია, ფსიქოკონსულტანტი ვარ აზროვნების აკადემიასთან არსებული მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოთერაპევტიც. დღეს მე ვისაუბრებ სოციალურ შფოთვაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ანუ მის გავლენაზე მენტალურ ჯანმრთელობაზე. სანამ უშუალოდ დავიწყებ ამ თემაზე საუბარს, მინდა უბრალოდ ავხსნე, რატო გადავწყვიტე ამ თემაზე ესე საუბარი, როცა გავიგე, რომ ეს ლექციათა ციკლი მენტალურ ჯანმრთელობას ეხებოდა. ძალიან, ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ძალიან გავრცელებულია, ცნობიერებაც უფრო მაღალია სხვა ფსიქიკური მდგომარეობების შესახებ, ისეთი როგორიც მაგალითად დეპრესია ან პანიკური აშლილობა, თუმცა სოციალურ შფოთვაზე ხო ნაკლებად შეგხვდებათ ინფორმაცია. როგორც ინტერნეტში, ასევე სპეციალისტების მიერ, ასე ვთქვათ, მოწოდებული ინფორმაცია იქნება თუ ინტერვიუები. არადა რეალურად სოციალური შფოთვა ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ფსიქიკური მდგომარეობა, აშლილობა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ მენტალურ ჯანმრთელობაზე, მის ფუნქციონირებაზე და ასევე არის ის, რომ ეს არის ძირითადად ქრონიკული მდგომარეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება თელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს და ძალიან ბევრი ცხოვრების მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სფეროები მოიცვა, სხვადასხვა სფეროები და რეალურად ასეთ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, უარყოფით და ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. ასევე არის ის, რომ იწყება ძირითადად მოზარდობის ასაკში, ანუ ადრეულ მოზარდობაში ან მოზარდობის ასაკში, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ თუ გვეცოდინება ეს სიმპტომების შესახებ, ხო, ცნობიერება გვექნება, შეიძლება უფრო ნაადრევ სტადიაზე აღმოვაჩინოთ. თუმცა კვლევები რეალურად გვეუბნება, რომ უფრო დაგვიანებით ხდება იდენტიფიცირება, როგორც ასე ვთქვათ, აშლილობის. თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით 15 წელიც კი არის, როცა პირველად მიმართავს ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს აი ამ პრობლემით და თან შეიძლება არც კონტეს გაცნობიერებული, რომ ეს სოციალური შფოთვაა და რაღაც სხვა პრობლემებით მიმართავენ, მაგალითად შეიძლება იყოს რაღაც სტრესთან დაკავშირებული, უშუალოდ რაღაც სიმპტომებს ასახელებდნენ, როგორიც მომატებული შფოთვა, თუმცა თვითონ რომ გარკვეული, ესე ვთქვათ, ფსიქიკური მდგომარეობასთან დაკავშირებული სირთულეები აქვს, შეიძლება ვერ აცნობიერებდნენ. სწორედ მოკლედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ სოციალურ შფოთვაზე მე საუბრა, მე მოზარდებთანაც მიწევს, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, მუშაობა და აი ეს როცა შემთხვევით ძირითადად გულისხმობს, რომ აი მშობლის კონსულტაციით, ამ მშობლის სურვილით ხვდებიან ხოლმე, აღმოჩნდება, რომ აი რაღაცა სოციალური შფოთვის, ასე ვთქვათ, გარკვეული სიმპტომები აქვს, რაღაც დასაწყისი სტადიაა და შესაბამისად ეს ნაადრევი, ასე ვთქვათ, დიაგნოსტირება ნამდვილად ხელს უწყობს უფრო, ასე ვთქვათ, შედეგზე ორიენტირებულ გამოსავალს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასაც. მოკლედ ჩვენ ამ 1-2 საათის მანძილზე შევეხებით სოციალურ შფოთვას, კერძოდ ვისაუბრებ ჯერ დასაწყისში უშუალოდ რას გულისხმობს შიში და შფოთვა, ვინაიდან სოციალური შფოთვა შედის შიშთან და შფოთვასთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, აშლილობების ჯგუფში და ძირითადად გვხვდება ეს ორი, ასე ვთქვათ, ტერმინი შიში, შფოთვა. აი რას გულისხმობს ორივე და აი რა სხვა განსხვავებაა ამ ემოცია შორის, ამაზე ვისაუბრებ, უშუალოდ სოციალურ შფოთვაზე და მის სიმპტომებზე, ასევე მის კოგნიტურ მოდელზე, გარკვეულ მოდელზე, ხო, რა მექანიზმები აქვს. ასევე ვისაუბრებთ გარკვეულ რისკ ფაქტორებზე, რომელიც ხელს უწყობს სოციალური შფოთვის განვითარებას. და გამკლავების სტრატეგიაზე მცირედ, ასე ვთქვათ, შევეხებით, იმიტომ რომ ეს უფრო ვრცელი და უფრო, ასე ვთქვათ, დიდი თემაა, მაგრამ აი რაც გულისხმობს ეს გამკლავება, მოკლედ ამაზეც ვისაუბრეთ. კარგით. დავიწყოთ უშუალოდ, როგორც გითხარით, შიშით და შფოთვით. რა სხვაობაა და რა, ასე ვთქვათ, საერთო აქვს ამ ორ ემოციას. ძალიან ხშირად ერთადაც მოიხსენიებენ, ხო? შიში მაქვს, რაღაცა შფოთავ და ისე რომ ვერ შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ, ანუ რა სხვაობაა ამ ორ ემოციას შორის. ანუ პირველი ორივე არის ემოცია და ემოცია გულისხმობს გარკვეულ, ასე ვთქვათ, უფრო რთულ კომპლექსურ რეაქციათა, ასე ვთქვათ, ჯგუფს, რომელიც ევოლუციურად გარკვეულ, ასე ვთქვათ, სტიმულზე საპასუხოდ წარმოიქმნება, ხო? და შიშის და შფოთვას სხვა არის მსგავსება ის, რომ ორივე წარმოიქმნება საფრთხეზე, ასე ვთქვათ, საფრთხეზე საპასუხოდ, როცა გარკვეული საფრთხე არსებობს, ასე ვთქვათ, გარემოში.
თუმცა ახლა რა განსხვავება არის აი ამ საფრთხეს შორის შიში არის უფრო ბაზისური ემოცია და მყისიერი რეაქცია არის ანუ გარკვეულ ახლა და ამჟამად აი ატყოში როცა გარკვეული ასე ვთქვათ საფრთხის შემცველი სტიმული არსებობს მე რეაგირებ ასე ვთქვათ მყისიერად და ეს უფრო არის გარკვეულ ნეიროფიზიოლოგიური ასე ვთქვათ რეაქცია ანუ გარკვეულ ბიოლოგიურად ინსტინქტურად განპირობებული რასაც აი ბრძოლა გაქცევის რეაქციას რასაც ეძახიან და მისი მიზანია რომ მე ახლა აი ამ საფრთხეს ან განვერიდო ან გავექცე რომ ასე ვთქვათ თავი დავიცვა ხო თავდაცვითი ფუნქცია აქვს ანუ რომ ვთქვათ ეს არის ანუ უფრო მყისიერი უფრო ასე ვთქვათ დროში ლიმიტირებული და გარკვეული ასე ვთქვათ რეაქცია და როგორც კი ეს სტიმული აღმოიფხრება, რომელიც არის საფრთხის შემცველი, ეს ემოცია და მისი ეს რეაქციები ასე ვთქვათ მთავრდება. ხო, აი რადგან სოციალურ შფოთვაზე ვსაუბრობთ, მე თუ მაგალითად აღმოჩნდი ისეთ სოციალურ სიტუაციაში, სადაც მაგალითად შეიძლება რეალურად გამოიწვიონ იმან რომ მე მაკრიტიკებდნენ, ხო, გამარჯობათ. და რაღაცა მაგალითად უხეშად მომართონ და რაღაცა შეურაცხყოფელი იმას კონდეს ადგილი ამ ასე ვთქვათ სიტუაციაში ხომ ყაისიერად წარმოიქმნება ასე ვთქვათ შიშის რეაქცია სხვა ემოციებთან ერთად ხო შეიძლება სხვა ემოციებიც იყოს იქ და გაჩნდება ეს გარკვეული ასე ვთქვათ ეს ფიზიოლოგიური იქნება თუ სხვა ქცევითი ასე ვთქვათ რეაქციები რომელსაც მოგვიანებით ვისაუბრებთ ახლა რა არის შფოთვა ანუ შიში ვთქვით რომ აი მყისიერია, ახლა და ამჟამად ხდება და უფრო ესე ვთქვათ აი ამოიწურება როგორც კი ეს საფრთხის შემცველი სტიმული არ იქნება, ხო, ამ ატყოში. იმ შემთხვევაში, შფოთვის შემთხვევაში ეს საფრთხის შემცველი სტიმული არის უფრო მომავალზე, ასე ვთქვათ, მომავალში არსებობს. აი ისე რადგან სოციალურ შფოთვაზე ვსაუბრობთ, მე თუ მაგალითად ვღელავ, ან წარმოვიდგენ, რომ აი თუ ერთი კვირის შემდეგ, ან რაღაცა რამდენიმე დღის შემდეგ მაგ შეხვედრა, სადაც შეიძლება გავხდე, ხო, კრიტიკის, ასე ვთქვათ, ობიექტი ან დაკვირვების ობიექტი და ამან გამოიწვიოს ჩემი მაგალითად გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, ხო? ანუ შეიძლება ამ შემთხვევაში იქნება ასე ვთქვათ შფოთვა, იმიტომ რომ რეალურად არსებობს, ხო, საფრთხე არის, მაგრამ ეს საფრთხე მთლად ასე ვთქვათ გარკვეული და არ არის, ხო, ცოტა ბუნდოვანია. ანუ მსგავსია, როგორც მაგალითად უშუალოდ იქნებოდა ახლა და ამჟამად, თუმცა ეს რაღაცა მომავალშიზე არის, ხო, ორიენტირებული, რომ აი ერთი კვირის შემდეგ რომ ვიქნები იმ სიტუაციაში რას ასე ვთქვათ, რა შეიძლება მოხდეს, ხო? თუმცა არ ვიცი ზუსტად მოხდება თუ არ მოხდება, კონკრეტულად რა მოხდება და რა შეიძლება ასე ვთქვათ მითხრან თუ არ მითხრან, ხო? ანუ შესაბამისად შფოთვა არის უფრო მომავალზე ორიენტირებული ემოცია, ანუ გარკვეულწილად ეს არის საფრთხის, ასე ვთქვათ, მოლოდინი და შესაბამისად უფრო განხანგრძლივებულია. თუ შფოთვა არის მყისიერი და ასე ვთქვათ უფრო მოკლე, მცირე ასე ვთქვათ რეაქციას იძლევა, შფოთვა არის უფრო განხანგრძლივებული და შეიძლება გაგრძელდეს კვირები, შეიძლება გაგრძელდეს თვე და უფრო მეტი ხანიც კი, ხო, თუ რაღაცა ვიცი, რადგან შეიძლება ის მოვლენა ასე ვთქვათ მოხდეს. ამიტომაც შფოთვა უფრო რთული ემოცია, განსხვავებით ასე ვთქვათ შიშისგან და მოიცავს ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას რომ შიშზე დაფუძნებული, ანუ ეს არის შიშზე დაფუძნებული ემოცია და მის საპასუხოდ ასე ვთქვათ წარმოქმნილი და კიდევ სხვა ემოციების ნაზავსად შეიძლება შეიცავდეს, მაგალითად შეიძლება ეს იყოს ინტერესი, შეიძლება ეს იყოს გარკვეული ესე გაურკვევლობა და სხვა ასე ვთქვათ უფრო რთული მოკლედ ემოციური რეაქცია, რომელიც ასევე მოიცავს ფიზიოლოგიურ სიმპტომებს, ქცევით სიმპტომებს და კოგნიტურ, ასე ვთქვათ, სიმპტომებსაც, ხო? და რაც ყველაზე მეტად დამახასიათებელი არის, ახასიათებს თავის არიდების, ასე ვთქვათ, ქცევა, იმიტომ რომ საფრთხის დროს რა არის, შიშის დროს იყო მე ან მას უნდა შევებრძოლო, ან უნდა გავექცე, ხო, ამ სიტუაციას და შფოთვის დროს არის ის, რაც მოსალოდნელია, ვცდილობ იმას თავი ავარიდო, ხო? აი ამ საფრთხის შემცველ სიტუაციას იქნება თუ სტიმულს, მოკლედ. რომ შევაჯამოთ, ანუ რა მსგავსება არის ამ ორ ემოციას და რა განსხვავება შორის, ანუ რეალურად ორივეს აქვს ერთი, ასე ვთქვათ, მსგავსი სტიმული საპასუხო წარმოიქმნება, ეს არის საფრთხე, თუმცა შიშის შემთხვევაში ეს საფრთხე არის გარკვეული, ხო? და შფოთვის შემთხვევაში ეს საფრთხე არის უფრო ბუნდოვანი და უფრო გაურკვეველი. შიში არის უფრო, ასე ვთქვათ, მყისიერი რეაქცია და შფოთვა უფრო განხანგრძლივებული, გარკვეული, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმთან და აი ამ დაძაბულობასთან და გარკვეულ იმასთან არის დაკავშირებული. კარგი, ახლა რაც შეეხება, ანუ სიმპტომებს,
ჩვენ რადგანაც სოციალურ შფოთვას შევახებით, ანუ ამ სოციალური შფოთვის დროსაც ბუნებრივია, რაც შფოთვას სიმპტომები ახასიათებს, ყველა უმეტესი ამ სიმპტომები, ასე თქვა, თავს იჩენს. მაგრამ მოდით ახლა აქ განვიხილოთ, რას გულისხმობს ეს შფოთვის სიმპტომები, როგორც თქვით, უფრო რთული ემოციაა და მოიცავს რამდენიმე, ასე თქვა, კომპონენტს, ემოციური არის გარდა შფოთვისა, შეიძლება იყოს ღელვა, წუხილი, დაძაბულობა, მოუსვენრობის განცდა, ასევე იმედგაცრუება, შეიძლება ინტერესიც იყოს, ხო? ანუ გარდა შფოთვისა, სხვა ემოციური, ასე ვთქვათ, რეაქციებსაც შეიძლება ქონდეს ადგილი. ფიზიოლოგიური სიმპტომები, აქ ფიზიოლოგიურ სიმპტომებს არ შევხებივართ შიშთანაც. ანუ რა არის საფრთხის დროს რა ხდება, ხო? ანუ გამოიყოფა ადრენალინი, გარკვეული, ხო? ნივთიერება, რომელიც აი გვამზადებს აი ამ საბრძოლველად, ან რაღაცა თავის ასარიდებლად აი ამ საფრთხის შემცველი სიტუაციისგან და ამიტომაც ასე ვთქვათ, ეს ადრენალინი თელ რიგ ფიზიოლოგიურ, ასე ვთქვათ, სიმპტომებს წარმოქმნის, რომელიც არის ესეთი ყველაზე მწვავედ გამოვლენილი შიშის დროსაც და შფოთვის დროს განსაკუთრებით და აი ეს ფიზიოლოგიური სიმპტომები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი სოციალური შფოთვის დროს აი ამ ფიზიოლოგიურ სიმპტომებზე ხდება შემდეგ კონცენტრირება, ფოკუსირება და სხვანაირად ინტერპრეტირება და არა და რეალურად ეს არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი კომპონენტი ზუსტად აი ამ ადრენალინისგან ასე ვთქვათ გამოწვეული სიმპტომები, რაც გულისხმობს ყველაზე გახშირებული რა არის, როცა მაგალითად შფოთად ანუ ღელავთ გულისცემა ჩქარდება, ხო, შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, რაღაცა გარკვეული ყურადღების ასე ვთქვათ შევიწროვება, შეიძლება იყოს კუნთების დაძაბულობა, ხმის ასე ვთქვათ კანკალი, ან საუბრის შენელება, ხელების და კიდურების ასე ვთქვათ კანკალის ჩხვლეტის შეგრძნება, ასევე სისუსტე, ხო, თელ სხეულში, ფეხების ასე ვთქვათ, ფეხებში სისუსტე. აი ეს სისუსტე უფრო მოდის, როცა ეს გარკვეული ადრენალინი გადის, ასე ვთქვათ, ჩვენი ორგანიზმიდან, აი მაშინ გამოფიტვას და აი ამ სისუსტეს აქვს მოკლედ ადგილი. ახლა თქვენ წარმოედგინეთ შფოთვის დროს თუ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ის საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ერთი კვირის შემდეგ, ან ორი კვირის შემდეგ, მაქვს რაღაცა პრეზენტაცია გასაკეთებელი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას განვიხილავ, ღელავ, ფიქრობ მუდმივად, ხო? აი ეს შფოთვა მუდმივად თან დასდევს. შესაბამისად ეს ფიზიოლოგიური სიმპტომები შეიძლება მოდიან და ესე ვთქვათ, მერე მიდიან და მუდმივად შეიძლება ასე ვთქვათ ახლდეს აი ამ მოლოდინის ასე ვთქვათ რეჟიმს, ხო? ასევე შემდგომი ორი ასე ვთქვათ კომპონენტი შფოთვის არის კოგნიტური და ქცევითი ასე ვთქვათ სიმპტომები. კოგნიტური რას გულისხმობს? ეს ერთად არის აზრები, გარკვეული ვთქვათ სურათხატები, საფრთხის შემცველ სიტუაციასთან დაკავშირებით, ხო? და აი შეიძლება ეს გარკვეული ვთქვათ მოგონებების სახითაც იყოს, თუ მე მსგავს სიტუაციაში ადრე ვყოფილ ვარ, ხო? მაგალითად, გამოსულა სიტყვით, რაღაცა პრეზენტაცია გამიკეთებია და ის როგორ ჩაიარა, ის რაღაც გარკვეული მოგონებები, სურათხატებივით შეიძლება ასე ვთქვათ ბრუნდებოდნენ. ოღონდ საერთო არის ის, რომ ზოგადად ყოველთვის რაღაცა საფრთხის შემცველია ეს აზრებიც, ეს სურათხატებიც, ამის დატვირთულია საფრთხით რეალურად, ხო? ასევე ახასიათებს გარკვეული მეხსიერების, ასე ვთქვათ, სირთულეები, ყურადღების, ასე ვთქვათ, გაფანტულობა, ფოკუსირების, ასე ვთქვათ, შეუძლებლობა, ასევე შეიძლება იყოს არარეალურობის, ასე ვთქვათ, განცდა, აი თითქოს აი ამ რეალობასთან რაღაც კავშირი რაღაც გარკვეულწილად დარღვეული მაქვს, ხო? ქცევითი, როგორც თქვით, ყველაზე ხშირი და ასე ვთქვათ, აი მთავარი სიმპტომი არის თავის არიდება, ანუ ვცდილობ, რომ აი ეს ამ სიტუაციას, ის რაც შფოთვასთან არის დაკავშირებული, რამენაირად ასე ვთქვათ, თავი ავარიდო, ხო? მაგალითად, რომ მოვიყვანოთ, შეიძლება იყოს, რომ თხოვს მეგობარი სადმე ასე ვთქვათ გასვლას, ხო? ან ისეთ ადგილზე წასვლას, სადაც უცხო ადამიანები და იქნებიან, რაც ჩემთვის ასე ვთქვათ შფოთვის მომტანია და დისკომფორტულია. შესაბამისად, მე შეიძლება მოვიგონო სხვადასხვა მიზეზები იმისთვის, რომ არ წავიდე, რეალური მიზეზების არ ქონის, ასე ვთქვათ, შემთხვევაში, ხო? რომ აი ახლა რაღაცა სხვა რამე მაგასაკეთებელი, ახლა არ შემიძლია თუ ასე შემდგომ, ხო? ანუ ვცდილობ მოკლედ განვერიდო აი ამ სიტუაციებს. და ასევე შეიძლება იყოს გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, საუბართან დაკავშირებული სიტუაციები, მაგალითად გაძნელება საუბრის, ხო? დავიწყება რაღაცეების, ან შენელება საუბრის, ასე ვთქვათ, მომენტში, გაყინვა, გაშეშება, თუ უშუალოდ უკვე ამ სიტუაციაში მოკლედ აღმოჩნდები.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ანუ შფოთვა, როგორც თქვით, შეიძლება ვლინდებოდეს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სიმპტომებით. ეს შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური სიმპტომები, რომელიც ჩამოთვალეთ, რომელიც ეს ყველაზე ინტენსიურია და შესამჩნევია ხოლმე და სოციალური შფოთვის დროს განსაკუთრებით, ასევე კოგნიტური, ასე ვთქვათ, სიმპტომები, რომელიც მეტად არის უფრო აზრების და ხატების სახით წარმოდგენილი, ქცევითი, რომელიც უფრო არის თავის არიდებასთან, ასე ვთქვათ, დაკავშირებული. და ემოციური, ასე ვთქვათ, რეაქციები, რომელიც შფოთვის გარდა სხვა ემოციების, ასე ვთქვათ, ჩართულობასაც გულისხმობს. ახლა თქვენ მინდა კითხოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ სოციალურ სიტუაციებში შიშის და შფოთვის განცდა ბუნებრივი? რას ფიქრობთ? როდესაც ალბათ სრულად ახალ გარემოში გიწევს, ისვლა ზუსტად მაშინ ალბათ, ხო? ნამდვილად. სიტყვის პირველად დიდი ალბათობით. მე მაგალითად გასაუბრებელს გასაუბრებაზე? ხალხში სვერბალდიოს საჯაროდ. სიტყვით გულისხმობთ? კარგით, ჩვენ რომ ვთქვით, რომ შფოთვა და შიშიც ორივე საჭირო მოკლედ ემოციაა და შესაბამისად გარკვეულ სიტუაციებში შფოთვის განცდა და განსაკუთრებით სოციალურ სიტუაციებში არის ბუნებრივი. ნამდვილად, როცა სოციალური სიტუაციაში ესე ვთქვათ, ახლა პირველად აღმოჩნდებით, რაღაც რაც ახალია, ამ სიტუაციებში შფოთვის განცდა არის ბუნებრივი. ასევე საპასუხისგებლო, ასე ვთქვათ, აი მნიშვნელოვანი რაღაცა ღირებული, ასე ვთქვათ, დატვირთვა რომ აქვს ჩვენთვის, ასეთ სიტუაციებში შფოთვის განცდა არის ბუნებრივი. თუ მაგალითად მიწევს სიტყვით გამოსვლა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ჩემთვის, ან თუ ეს პირველად ხდება, ხო? ასეთ სიტუაციებში რაღაც დამხმარე ფუნქციაც აქვს, შფოთვა ახდენს აკეთებს იმას, რომ რაღაცა გვამზადებს, რაღაცა მობილიზებას უკეთებს, რომ უფრო, ასე ვთქვათ, რესურსებით გაძლიერებული წავდგეთ, ხო, აი ამ სიტუაციაში. შესაბამისად, მოკლედ არის ბუნებრივი. ახლა, როგორ ფიქრობთ, როდის ხდება შფოთვა ხელისშემშლელი? ისე თქვენ შეიძლება, ასე ვთქვათ, კითხოთ. ეს შეიძლება სოციალურ ესეთ გარემოს და სიტუაციებს ეხებოდეს ან არ ეხებოდეს. კონცენტრაციაში როცა გიშლის უკვე ხელს და ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევ ალბათ შფოთვით ემოციას, მაშინ არის გასაგები, როცა დატვირთვა აქვს იმაზე მეტი, ვიდრე კონცენტრაცია აღარ გაქვს, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე რომ მიდიხარ თქვენთვის არ იყოს და ვეღარ კონცენტრირდები იმაზე, რაზეც ხარ. რაცაც მადლობა პასუხისთვის. კიდევ ხომ არ გააზიარებთ რამეს? ალბათ ყველაფერში როცა საფრთხეს ხედავ და იმ მუდმივად რომ ამ მდგომარეობაში ხარ, ალბათ აჰა. როცა ხელს გიშლის ახსენეთ რაღაცაში, ყურადღების კონცენტრირება იქნება თუ რაღაცა საქმის გაკეთებაში, ასევე როცა ისეთ და მრავალ, ასე ვთქვათ, სიტუაციებში ხედავ საფრთხეს, ხო? კარგით, ნამდვილად თქვენი, ასე ვთქვათ, დასახელებული პასუხები ნამდვილად არის ესე. ახლა უფრო დაწვრილებით მოკლედ მიმოვიხილოთ, როცა აი თქვენს იმას ეხმაურება, როცა არასწორად ვაფასებთ, ხო, საფრთხეს. ისეთ სიტუაციებში ხდება მოკლედ საფრთხის შეფასება, როცა რეალურად მოკლედ არ არსებობს, ხო, ეს საფრთხე. მაგალითად, ისევ სოციალურ სიტუაციას რომ მიუბრუნდეთ, თუ მე ვფიქრობ, რომ აი თუ მე ამ პრეზენტაციას მაგალითად არ წარვადგენ, ან რაღაცა ასე ვთქვათ, სიტყვით არ გამოვალ, ესეთ დამაჯერებლად, ასე ვთქვათ, კარგად, რომ ამას მოყვება რაღაცა ის აშინელება, ხო, რაღაცა კატასტროფა, რომ შეიძლება ამან გამოიწვიოს ჩემი უარყოფა, ან თუ სამსახურში ვაკეთებ ამას, ასე ვთქვათ, სამსახურიდან დათხოვნა, ამ დასკვნებს ვაკეთებ ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ობიექტური ან რაციონალური, ასე ვთქვათ, მიზეზების გარეშე. ხო, როცა შეუსაბამოდ არასწორად, ესე ვთქვათ, ხდება საფრთხის შეფასება. ერთი არის ეს, ასე ვთქვათ, როცა ხდება ხელისშემშლელი შფოთვა. მეორე, როცა ნამდვილად ხელს გვისშლის ფუნქციონირებაში და ეს ფუნქციონირება შეიძლება სხვადასხვა რამეში, ასე ვთქვათ, გამოვლინდეს. ეს შეიძლება იყოს რაღაცა სამსახურეობრივ საქმიანობაში, პირად, ასე ვთქვათ, საქმიანობაში თუ ასე შემდგომ. ეს შეიძლება ნამდვილად იყოს რაღაცა ყურადღების კონცენტრაციის გართულება, შეიძლება იყოს რაღაცა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საქმის ბოლომდე მიყვანა, გაკეთება, სასურველ მიზანს, ასურველს, ასე ვთქვათ, ამოცანას, ასე ვთქვათ, ვერ ვასრულებ, რომ ეს შფოთვა ხდება ისეთი ხელისშემშლელი, იმდენად, ასე ვთქვათ, ინტენსიური შეიძლება იყოს, ხო? აი, ამაზე შეიძლება ასევე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, როცა აი წარსული გამოცდილებით, მაგალითად შეიძლება ის რაღაც აი მცირე ავარია მომივიდა და ამ შემთხვევაში შიშის და შფოთვის განცდა იყო ბუნებრივი, უბრალოდ შიშის განცდა, იმიტომ რომ რაღაცა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო. და მას შემდეგ, როცა ვშდები, ასე ვთქვათ, საჭესთან, მუდმივად
ვიწყები იმას, რომ მუდმივად ვიხედები, ასე ვთქვათ, სარკეში და ვამოწმებ, ასე ვთქვათ, უკან დგომ, ასე ვთქვათ, მანქანებს, რამაც რეალურად შეიძლება ხელი შემიშალოს, ხო და გამოიწვიოს ხელმეორედ გარკვეული, ასე ვთქვათ, საავარიო სიტუაცია, ხო? ანუ ეს განპირობებულია იმ ჩემი შფოთვით, რომ ისევ რაღაცა არ მოხდეს მაშინ, როცა არ არსებობს, ხო, რეალურად ეს საფრთხის მოკლედ ალბათობა და ანუ აქ ერთიანდება ეს ორივე კომპონენტი, რაზეც ვისაუბრეთ. ანუ ვხედავ იქ, სადაც არ არის და ასევე ფუნქციონირებაშიც მოკლედ ხელს მიშლის. ასევე მესამე არის, როცა დიდხანს გრძელდება შფოთვა, სოციალური შფოთვის დროს ზუსტად არის ეს, რომ გრძელდება დიდხანს, როგორც თქვი, შეიძლება ეს ისე მუდმივად, ასე ვთქვათ, ან გაყვებოდეს და აი თუ როგორც თქვენ ახსენეთ, პირველად გასვლის შემთხვევაში, რასაც რაღაცას როცა პირველად ვაკეთებ, თუ ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ამ შფოთვამ უნდა იკლოს, ხო, როცა მეორედ ვიწყებ გაკეთებას, ან როცა ვეჩვევი ამ გარემოს, მაგრამ თუ არ ხდება მიჩვევა, თუ შფოთვას ისევე გრძნობ, იმდენად ინტენსიურია და იმდენად ხელისშემშლელია, მოკლედ ეს შფოთვა ხდება პრობლემა. და ასევე როცა ვარ მეოთხე კომპონენტია ზე ფხიზელი გარკვეული, ასე ვთქვათ, სტიმულების მიმართ. ანუ აი ყველაფერზე ვარ, ასე ვთქვათ, კონცენტრირებული, რომ არ იყოს მაგალითად საფრთხე. ისევ სოციალურ სიტუაციაზე თუ ვიტყვით, თუ აღმოჩნდები უცხო ადამიანების გარემოცვაში ან გარკვეულ, ასე ვთქვათ, სოციალურ ჯგუფში, აი პატარა დეტალებსაც კი ვახდენ, ასე ვთქვათ, კონცენტრირებას, ხო? აი როგორ გამოიყურება ის ადამიანი, ასე ვთქვათ, აი მისი კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, ეს არავერბალური სიგნალები, რაზე მიანიშნებს, ხო? აი ხა გვერდზე გაიხედა ეს რას გულისხმობს, ხო? ანუ ვხედავ იქ, რაც სადაც, ასე ვთქვათ, და იმ ძალიან მცირე რაღაცეებზე ვარ მოკლედ კონცენტრირებული. აი ეს, ასე ვთქვათ, ეს შემთხვევები, რაც ჩამოვთვალეთ, შეიძლება იყოს რეალურად ხელისშემშლელი და ასე ვთქვათ, გამოიწვიოს გარკვეული ისე მოკლედ სირთულეები. ეს შეიძლება ეხებოდეს უბრალოდ აი გარკვეულ კლინიკურ მდგომარეობას, თუმცა შეიძლება არ ეხებოდეს და უბრალოდ აი ყოველდღიურ ფუნქციონირებაში იყოს მოკლედ ხელისშემშლელი. ახლა უშუალოდ გადავიდეთ ამ სოციალურ შფოთვაზე, რას გულისხმობს მოკლედ ეს სოციალური შფოთვა, ხო? ერთი ვთქვით, რომ გარკვეულ სიტუაციებში არის ბუნებრივი სოციალური შფოთვა, მაგრამ ახლა რასაც საუბრობთ, ეს არის გარკვეული უკვე კლინიკური მდგომარეობა, ფსიქიკური, ასე ვთქვათ, აშლილობა, რომელიც, ასე ვთქვათ, გარკვეული, ასე ვთქვათ, მახასიათებლებით ხასიათდება. ყველა თავარი ერთ-ერთი არის, ეს არის გამოხატული შიში და შფოთვის განცდა, რომელიც გრძელდება, ასე ვთქვათ, დიდხანს და მუდმივად, ასე ვთქვათ, ვლინდება ერთ ან რამდენიმე სოციალურ სიტუაციაში, ხო? შეიძლება იყოს რაღაცა ერთი კონკრეტული სიტუაცია, ყველაზე ხშირი და არის ეს საჯარო, ასე ვთქვათ, გამოსვლა, ან უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ან შეიძლება ეს უფრო განზოგადებული იყოს და გენერალიზებული იყოს და სხვადასხვა სიტუაციებში ვლინდებოდეს, ხო? მეორე არის, ეს არის უარყოფის, ასე ვთქვათ, შეფასების შიში, ანუ რეალურად ჩემი ეს შიში და შფოთვა გამოწვეულია იმით, რომ ამ სოციალურ სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში მე შეიძლება ნეგატიურად, ასე ვთქვათ, შემაფასონ. ამ ნეგატიურ შეფასებაში რა იგულისხმება, ხო? გამაკრიტიკონ, ასევე რაღაცა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდე დამცირებას, ასე ვთქვათ, შეიძლება ქონდეს ადგილი და ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, მე ვერ გადავიტან. ანუ ეს ყველაფერი არის რაღაცა კატასტროფულად მოკლედ შეფასებული. და შესაბამისად, ანუ მესამე, ასე ვთქვათ, თავარი კომპონენტი არის ამურიდებლური ქცევა, ხო? რაც გულისხმობს, რადგანაც ეს ჩემთვის ამდენად, ასე ვთქვათ, რთულია, ამდენად, ასე ვთქვათ, დისტრესულია, მე ვცდილობ აი ამ სიტუაციისგან, ასე ვთქვათ, თავის მოკლედ არიდებას და აი ეს სამივე, ასე ვთქვათ, კომპონენტი ახლავს ან სოციალურ შფოთვას. ანუ ერთ-ერთი მოკლედ წამყვანი არის ეს ნეგატიური შეფასების, ასე ვთქვათ, შიში, ხო? ახლა რაც შეეხება, ანუ შფოთვის ფორმულა, მინდა, ასე ვთქვათ, თქვენთან მიმოვიხილო, რას გულისხმობს, ანუ შფოთვა შეიძლება იყოს განსხვავებული, ასე ვთქვათ, ინტენსივობის, შეიძლება იყოს მაღალი, შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, საშუალო ან დაბალი. და აი ხა ჩვენ გადავდივართ გარკვეულწილად აი კოგნიტურ, ასე ვთქვათ, მოდელზე, შფოთვის და სოციალური შფოთვის შეფასების, რაც გულისხმობს იმას, რომ რეალურად, ასე ვთქვათ, ჩვენი ემოციები, უშუალო შფოთვა ჩდება თუ როგორ ვაფასებთ ჩვენ, ასე ვთქვათ, სიტუაციებს, ხო? რა, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციას ვახდენ, როგორ ინტერპრეტაციას ვახდენ სიტუაციის. თუ გარკვეული, ასე ვთქვათ, სიტუაციები აღქმულია ჩემს მიერ, რომ, ასე ვთქვათ, ეს არის ძალიან ძლიერი საფრთხის მომტანი და საფრთხე, ასე ვთქვათ, რეალურია,
თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩემი რესურსები აი ამ საფრთხესთან გამკლავების არის დაბალი, ხო? ასეთ სიტუაციაში შფოთვა არის უფრო ძლიერი. ანუ შფოთვის, ესე ვთქვათ, გამომწვევი არის, ესე ვთქვათ, აი ორი კომპონენტი, ერთი რომ მე ვაფასებ გარკვეულ სიტუაციებს საფრთხის შემცველად, რომელთან გამკლავების რესურსები შეიძლება მე ძალიან მცირე მქონდეს, ხო? მეორე არის ის, რომ როდის შეიძლება იყოს შფოთვა, ასე ვთქვათ, დაბალი, თუ ამ ორ კომპონენტზე, ასე ვთქვათ, ფოკუსირდებით, როცა საფრთხის ალბათობა ჩემს მიერ არის შეფასებული უფრო ნაკლებად, ხო? და ასევე სიძლიერეც არის შეფასებული ნაკლებად და ჩემი პირიქით ეს რესურსები ვფიქრობ, რომ უფრო, ასე ვთქვათ, მაღალი მაქვს, უფრო ძლიერია და უფრო, ასე ვთქვათ, რესურსული ვარ, ხო? და ზომიერია, როცა ეს თანაფარდობა არის მსგავსი ამ რესურსების და აი ამ საფრთხის. აი ისევ რომ მიუბრუნდეთ სოციალურ სიტუაციებს, წარმოვიდგინოთ, რომ აი მიწევს ისევ რაღაცა მნიშვნელოვანი რამის გაკეთება, პრეზენტაციის იქნება თუ სიტყვით გამოსვლა და თუ ვფიქრობ, რომ საფრთხე არის ძალიან მაღალი, რაც გულისხმობს, რომ ამაზეა დამოკიდებული, მაგალითად, ჩემი სამსახურში დარჩენა იქნება თუ როგორ შევაფასებენ იქ დამსწრე, ასე ვთქვათ, საზოგადოება და რამდენად, ესე ვთქვათ, კარგი შთაბეჭდილება შეექმნება ჩემზე და ანუ ეს ძლიერად არის ხო შეფასებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე ახლა ამასთან გამკლავების რესურსები არ მაქვს, მაგალითად, არ ვარ თავდაჯერებული, არ მაქვს იმდენი, ესე ვთქვათ, ემოციური რესურსები, არ მაქვს, ასე ვთქვათ, არ ვარ მზად აი ამ პრეზენტაციის გაკეთებისთვის, შფოთვა, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ძლიერი, ხო? მაგრამ ისევ თუ რომ დავუბრუნდეთ, მე თუ ვფიქრობ, რომ რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ვაფასებ როგორც, ასე ვთქვათ, ძლიერ საფრთხეს, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, ამ ჩემს რესურსებში, ასე ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, რომ მე ვარ მობილიზებული, მე შემიძლია ამასთან გამკლავება, მე ვარ ამისთვის, ასე ვთქვათ, მზად, აქ იგულისხმება, რომ მაქვს ამის შესაბამისი უნარები, მაქვს ემოციური, ასე ვთქვათ, მზაობა ამისი. თუ დროითი რესურსები, გარკვეული ასე ვთქვათ, ყველა სახის რესურსი, მაშინ შფოთვა არ იქნება ისეთი ძლიერი, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე შეფასებულია, ასე ვთქვათ, როგორც ძლიერი და მაღალი. ანუ ეს არის, ესე ვთქვათ, აი რაც გასდევს მუდმივად აი ამ შფოთვის და გამოწვევას, ხო? ანუ არსებობს გარკვეული სიტუაცია, ანუ მატრიგერებელი რომელიც არის, ასე ვთქვათ, აი გამშვები, ასე ვთქვათ, მექანიზმი აი ამ გარკვეული ემოციების, მაგრამ აი გამაშუალებელი არის თუ როგორ ვაფასებ მე, ხო? აი ამ სიტუაციას შეფასება როგორ ხდება. ეს შეიძლება აზრების ან ხატების სახით იყოს წარმოდგენილი. აქ ახლა ერთ-ერთი მაგალითია მოყვანილი, ხო? ისევ ამ უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და მე თუ ასე უცბად ჩდება გარკვეული, ასე ვთქვათ, ეს აზრები, რომ მე ყველა მე მიყურებს, ხო? ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ, რა ვერ შევძლებ ხო რაღაცა მაგალითად რამის ასე ვთქვათ გაკეთებას, ან სიტყვით ასე ვთქვათ რამის თქმას, ან ურთიერთობებში შესვლას და ეს აზრები ასე ვთქვათ მოდის, შესაბამისად ემოციები ჩდება, შფოთვა იქნება იქ, შეიძლება შიშიც იყოს, დადგუნულობაც და ასე ვთქვათ არასასიამოვნო მოკლედ ემოციები. და ამას თანსდევს ასე ვთქვათ გარკვეული ქცევითი რეაქციები და იკვრება ასეთი ეს მანკიერი ასე ვთქვათ წერა როცა ანუ ამ შეფასებაზე არის დამოკიდებული ჩემი ემოციური და ქცევითი, ასე ვთქვათ, რეაქციები. შესაბამისად, ჩარევაც და ასე ვთქვათ, მუშაობაც ერთ-ერთი გულისხმობს, მე თუ მინდა რომ შფოთვა შევამცირო, არა მხოლოდ სოციალურ სიტუაციაში, ასევე ნებისმიერ სახის, ასე ვთქვათ, სიტუაციაში, მე უნდა ვიმუშაო აი ამ სიტუაციის ანუ შეფასების, ასე ვთქვათ, ცვლილებაზე და ასევე ჩემი ქცევითი რეაქციების, ასე ვთქვათ, ცვლილებაზე. რას გულისხმობს, თუ ასე ვთქვათ, უფრო ეს უარყოფითად ვაფასებ, შევაფასო უფრო რეალისტურად. არა აუცილებელია რომ პოზიტიურად შეფასდეს, მაგრამ შეფასდეს უფრო რაციონალურად, მოუძებნო უფრო შესაბამისი, ასე ვთქვათ, ახსნა აი ამ სიტუაციას, ხო? და შესაბამისად ასევე მე შევცვალო გარკვეულწილად ეს უბრალოდ გამოიწვევს ჩემი ემოციური რეაქციების ცვლილებასაც, შფოთვა შემცირდება, შეიძლება საერთოდ სხვა ემოცია გაჩნდეს და ასევე იმას, რომ გარკვეული ასე ვთქვათ, ქცევითი რეაქციებიც შეიცვლება. ახლა რატომ არის ასე ვთქვათ სოციალური სიტუაციები საფრთხის შემცველი და ნებისმიერ ასე ვთქვათ სიტუაციები საფრთხის შემცველი? ანუ ჩვენ ვთქვით, რომ გარკვეული სიტუაციები არის მატრიგერებელი, სადაც ასე ვთქვათ ირთვება ეს გარკვეული ასე ვთქვათ აზროვნების პროცესი, რომელიც პირველადი არის ეს გარკვეული ნეგატიური აზრების სახით, ხო? აი ავტომატურ აზრებს ვეძახით ჩვენ ავტომატურ ნეგატიურ აზრებს, რაც იგულისხმება, რომ იმდენად ყისიერად და სწრაფად წარმოიქმნება ეს გარკვეულ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, მოხვედრისას, რომ შეიძლება
ვერც ვაცნობიერებდეთ აი ამ ჩვენს აზრებს და აი უფრო მოდის ხოლმე ეს ემოციური რეაქციის გაცნობიერება და მქცევით იმის გაცნობიერება, თუმცა აი რას ვფიქრობ ამ სიტუაციაში, რომ მე ახლა აი ეს აზრები მომდის, ხო, ამას ვერ გავაკეთებ ვარ, შეიძლება იშვიათია. ამიტომაც ანუ პირველადი არის აი ეს ასე ვთქვათ ნეგატიური ავტომატური აზრები. თუმცა აი ეს ავტომატური აზრები არის ანუ გარკვეულ ზედაპირზე, ასე ვთქვათ, არსებული ჩვენი აზროვნების პროცესების და ეს არის გარკვეულწილად ასე ვთქვათ როგორ ვთქვათ, აი ანარეკლივით გარკვეული უფრო სიღრმეში არსებული რწმენა შეხედულებების, ხო? აი ეს რწმენა შეხედულებები ჩვენ ესე ვთქვათ ძირეულს აი ბირთვულ წმენა შეხედულებებს ვეძახით, რომელიც არის საკუთარი თავის შესახებ არსებული წმენა შეხედულებები, ასევე სამყაროს შესახებ არსებული წმენა შეხედულებები და ადამიანების მიმართ, რომელიც ეს ფორმირდება ბავშვობის, ასევე მნიშვნელოვანია გამოცდილების, ცხოვრებისეული გამოცდილებების შედეგად. და შესაბამისად, აი ეს ასე ვთქვათ, ეს წმენა შეხედულებები მე უკვე აირეკლება გარკვეულ სიტუაციაში მოხვედრისას. აი, როცა საფრთხეზეა, ასე ვთქვათ, საუბარი, ხო, და განსაკუთრებით სოციალურ სიტუაციას თუ მიუბრუნდებით, აი ეს მთავარი, ასე ვთქვათ, აი ძირეული ეს საკუთარი თავის წმენები არის, რომ მე ვარ რაღაცა დაუცველი, ხო? აი დაუცველი ვარ, რაღაცა არა შესაბამისი, არა ადეკვატური ვარ აი ამ სოციალურ სიტუაციებში, ავრფლობ, ასე ვთქვათ, შესაბამის, ასე ვთქვათ, კომპეტენციას და არ ვარ, ასე ვთქვათ, კომპეტენტური. აი ეს არის ესეთ, იცით როგორი ძალიან მყარი, ასე ვთქვათ, აი ესეთ წარმოდგენილი წმენა შეხედულებები, რომელსაც შეიძლება ესე ვერც ვაცნობიერებ და ესე არ იყოს, ასე ვთქვათ, ვერბალურად ესე წარმოდგენილი, თუმცა გამოსჭვივის აი ამ ჩვენს, ასე ვთქვათ, აზრებში და შემდგომ უკვე აი ამ ჩვენს ემოციურ და ქცევით, ესე ვთქვათ, რეაქციებში, ხო? წმენა შეხედულებები არის გარკვეულწილად აი სათვალე სახლით, სადაც ჩვენ ვატარებთ აი ნებისმიერი სახის, ასე ვთქვათ, გამოცდილებას, ხო? და აი ამ ჩემი წმენა შეხედულებებიდან გამომდინარე ვაფასებ აი ამ სიტუაციებს თუ მოვლენებს. შესაბამისად, რაღაცები, რაც ამ წმენა შეხედულებების, ასე ვთქვათ, შეუსაბამოა, ხო, რომელიც აი არ არის თანხwebdriverში, ხო? აი იმისთვის, ასე ვთქვათ, ყურადღების არ მიქცევა ხდება, ხო? აი რაღაცა თითქოს აი განზერჩება ეს ყველაფერი და ჩემს ასე ვთქვათ, აი ფოკუსში ექცევა ის, რაც ამ წმენა შეხედულებების შესაბამისია. მაგალითად, მე თუ ვფიქრობ, რომ მე ვარ არაკომპეტენტური, ხო, და ეს ჩემი წმენა შეხედულება ესეთი მყარია, მე თუ სოციალურ სიტუაციაში აღმოჩნდები, სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში, აი ეს არაკომპეტენტურობის, ასე ვთქვათ, რწმენა გამოსჭვივის აი ამ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, აზრების სახით, რომ აი ვერ გავაკეთებ, ხო? ვერ შევძლებ ამის, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულად, ასე ვთქვათ, პრეზენტაციის გაკეთებას, ვერ წარმოვაჩენ, ასე ვთქვათ, ჩემ თავს, ჩემზე უარყოფითად, ასე ვთქვათ, იფიქრებენ, ხო? რომ არა ეს წმენა შეხედულება, ხო? ეს აზრების, ასე ვთქვათ, ესე არ იქნებოდა ამდენად, ასე ვთქვათ, ხშირი და არ იქნებოდა ყველა სიტუაციაში, ასე ვთქვათ, მსგავსი. მოკლედ, ერთი არის აი ეს საკუთარ თავზე არსებული წმენა შეხედულებები, შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რატომაც ეს ფოთვა მუდმივად, ასე ვთქვათ, ნარჩუნდება, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება ცხოვრების მანძილზე იზოლების წესით მომიხდეს სხვადასხვა სიტუაციებში ყოფნა და მიუხედავად ამისა, მაინც მუდმივად გქონდეს ეს ფოთვის განს და იმიტომ რომ ეს ჩემი წმენა არსად არ მტოვებს, სულ თავს არაკომპეტენტურად, ასე ვთქვათ, დაუცველად, უცნაურად, ან მოსაწყენად, ასე ვთქვათ, ვთვლი და ამიტომაც არის რომ ესე ვთქვათ, ეს გრძელდება სხვადასხვა სიტუაციებში. ასევე მეორე არის სხვების შესახებ, ასე ვთქვათ, წმენა შეხედულებები. რაც გულისხმობს ეს, მაგალითად, სოციალური ფოთვის დროს ეს არის, რომ ადამიანები აღქმულები არიან, როგორც კრიტიკულები, რომლებიც თითქმის ყველა სიტუაციაში, ასე ვთქვათ, მე მაკვირდებიან და მაკრიტიკებიან. ანუ ადამიანები ვთვლი, რომ მიდრეკილი არიან კრიტიკისკენ და აი ამ სოციალურ სიტუაციებში, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით, ხო? შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელიც ისა, როცა მე აღმოჩნდები, მე თუ მაქვს წმენა, რომ ადამიანები ესე კრიტიკულები არიან, მე მათზე ვარ, ასე ვთქვათ, ფოკუსირებული და აი მათ აღვიქვამ აი ამ საფრთხეს, რომ მეც არ მოვყვე აი ამ კრიტიკის, ასე ვთქვათ, ქვეშ, ხო? ასევე არის გარკვეული, ასე ვთქვათ,
წმენები აი სტანდარტების შესახებ, აი განსაკუთრებით აი სოციალური სტანდარტების შესახებ, აი როგორი უნდა ვიყო, ხო? აი სოციალურ ასე ვთქვათ სიტუაციებში, გარემოში როგორი უნდა ვიყო. რაც გულისხმობს მაგალითად არ უნდა გამოვავლინო, ხო? აი სისუსტე, კონტროლის დაკარგვა სოციალურ სიტუაციაში, ყოველთვის თავდაჯერებულად რაღაცა კომპეტენტურად უნდა გამოვიყურებოდე, შეცდომის დაშვება მაგალითად არ შეიძლება, ხო? და ეს სისუსტის გამოვლენა, ანუ გარკვეული რიგიდული წესების შესახებ არსებობს, რომელიც აი ამ საკუთარი თავის ასე წმენებიდან და აი ამ სხვა ადამიანების შესახებ წმენებიდან ასე ვთქვათ გამოსჭვივის, ხო? და ასევე არსებობს გარკვეული წმენები შფოთვის შესახებ და ამ შფოთვითი სიმპტომების შესახებ, აი რომ დასაწყისში რომ ვახსენე ეს ფიზიოლოგიური სიმპტომები რატომ არის, ხო? ესეთი მნიშვნელოვანი სოციალური შფოთვის დროს, აი ამის გამოვლენა მათ მიერ აღქმულია, რომ აი ისევ აი რაღაცა კონტროლის დაკარგვასთან, სისუსტესთან და არა ის რომ ეს ფოთვის სიმპტომები ძალიან ბუნებრივია, ხო? ყველას გვაქვს ეს სიმპტომები, როცა აღმოჩნდებით საფრთხის შემცველ სიტუაციებში, მაგრამ ვისაც ეს სოციალური შფოთვა აწუხებს, მათთვის ამას სხვა დატვირთვა აქვს, რომ ეს არ უნდა გამოჩნდეს, სხვა ადამიანებმა ეს არ უნდა დაინახონ, თორემ ისევ მათთვის, ესე ვთქვათ, აი მათ სისუსტეზე მოკლედ მიუთითებს ეს ყველაფერი. ახლა რაც შეეხება, ასე ვთქვათ, აი დინამიკას, აი ამ სოციალური შფოთვის, ჩვენ ვის გარკვეული ფაზებისგან შედგება. პირველი არის ეს სიტუაციის მოლოდინი. გააჩნია, ასე ვთქვათ, რა სიტუაცია არის, ხო? ეს სიტუაცია შეიძლება იყოს 1-2 დღის შემდეგ, ზოგი შეიძლება იყოს მაგალითად 1 კვირის შემდეგ, ან შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგაც იყოს, ხო? და ეს შფოთვა გააქტიურა, როგორც კი მე ვიცი, რომ რაღაცა აი შეიძლება აღმოჩნდე, გარკვეულ ასე ვთქვათ, აი ამ სიტუაციაში გააქტიურდება ეს რწმენა შეხედულებები საკუთარი თავის შესახებ, რომ აი რაც ვთქვით, შეიძლება ის ვიყო არაკომპეტენტური, შეიძლება ვიყო რაღაც არაადეკვატური, ან არ ვიყო საკმარისად კარგი და ოღონდ ეს რწმენა შეხედულება აი ამ სიტუაციის მოკლედ შესაბამისია, ხო? მე თუ მიწევს სიტყვით გამოსვლა, მაშინ უფრო რაღაც არაკომპეტენტურობასთანაა კავშირში, ხო? ან მაგალითად თუ რაღაცა პაიმანზე წასვლა მიწევს, შეიძლება იქ რამდენიმე იყოს, ხო? მაგალითად ვარ სასაცილო ადამიანი, ან არ ვარ ასე ვთქვათ სათანადოდ კარგი და ეს შფოთვის ასე ვთქვათ სიმპტომები, რაც თქვით, ყველა ასე ვთქვათ იწყებს გააქტიურებს და მუდმივად ამ დაძაბულობის და მოლოდინის ასე ვთქვათ რეჟიმში ვარ. და ვცდილობ აი ამ ფაზაში წამყვანია, რომ ვცდილობ ამას თავი ავარიდო, ანუ ვცდილობ რაღაცა სხვადასხვა გზებით არ მოვხვდე ამ ატრიგერებელ მოკლედ სიტუაციაში. და როგორც წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, შეიძლება გარკვეული სიტუაციები საერთოდ რამდენიმე წლის მანძილზეც არ დადგეს. მართლაც ისევ აი ინტიმური ურთიერთობებთან დაკავშირებული, ჩემთვის ეს იმხელა ასე ვთქვათ შფოთვასთან იყოს და დაკავშირებული დაძაბულობასთან შეიძლება მუდმივად უარს ვამბობდე პაიმანზე ასე ვთქვათ წასვლაზე, ან ახლო ურთიერთობებში შესვლაზე, ხო? და ანუ რეალურად აი ამ სიტუაციაში არც მიწევდეს ასე ვთქვათ ყოფნა და შემდგომ ეს გააქტიურება იმ ანკიერი ასე ვთქვათ წრის. შემდგომი ეტაპი არის თუ რაღაცა ვერ ავარიდე თავი, უნდა აღმოჩნდე ამ მოკლედ გარემო სიტუაციაში. და აქ არის შფოთვითი სიმპტომები ყველაზე უფრო ინტენსიური და გარდა შფოთვითი სიმპტომებისა კიდევ სხვა სიმპტომებსაც აქვს ადგილი, რომელსაც ვისაუბრებთ, ეგრეთ წოდებული დაცვითი ქცევები შეიძლება იყოს, საკუთარ თავზე ფოკუსირება და მთელი რიგი მოკლედ სიმპტომების მანკიერი წრე იკვრება, რომელსაც განვიხილავთ. და ასევე როცა სიტუაცია ასე ვთქვათ დასრულდება და დამთავრდება, მესამე ფაზა არის რომ მე ვუბრუნდები ამ სიტუაციას ხელმეორედ და არაერთხელ და მუდმივად ვფიქრობ ამ სიტუაციაზე, ხო, როგორ ვიყავი, როგორ მოვიქეცი. აი შეიძლება რაღაცა ძალიან მინიმალურ ასე ვთქვათ დეტალებს ასე ვთქვათ ვიხსენებდე, აი ამ ჩემს ასე ვთქვათ შფოთვის სიმპტომებს შეამჩნიეს თუ არა და ეს ფიქრების, მოგონებების სახით იყოს ასე ვთქვათ წარმოადგენელი და ძალიან შემაწუხებელი იყოს. და შეიძლება გარკვეული ასე ვთქვათ დღეების ან თვეების მანძილზეც არ დამთავრდეს იმის მიხედვით თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სოციალური სიტუაცია, ხო? და აი ეს განმეორებითი ფიქრები, ხო? და ეს მუდმივად ამაზე ფიქრი არის გარკვეულწილად ესე თქვა შემანარჩუნებელი აი ამ სოციალური შფოთვის, იმიტომ რომ მტკიცებულების სახით არის, ხო? მე მუდმივად წარმოვიდგენ ამას, მახსენდება და აი ამ ჩემს უსუსურობას, აი ამ დაუცველობას და ამ სისუსტეს უფრო ამყარებს, აი ამ განცდას, რომელიც მაქვს მოკლედ. ახლა რაც შეეხება უშუალოდ, ანუ მეორე ფაზაც რომელიც არის, როცა მე უკვე აღმოჩნდები აი ამ სოციალურ თქვა სიტუაციაში. აქ ხდება უკვე გარკვეული რწმენა შეხედულებების ასე თქვა გააქტიურება, რომელიც უკვე ვახსენეთ, ხო?
შემდგომ არის ნეგატიური, ასე ვთქვათ, შინაარსის აზრები და სიტუაციის შესაბამისი ნეგატიური აზრები. მეოთხე კომპონენტი არის უკვე თვითცნობიერება, რაც გულისხმობს, რომ მე საკუთარ თავს წარმოვიდგენ თუ როგორ მხედავენ, ასე ვთქვათ, სხვები აი ამ სოციალურ სიტუაციაში. აი როგორი ვარ, ხო, მათ თვალში როგორი ვიქნები, თუ ასე ვთქვათ, ფოკუსირებული ვარ აი ამ ჩემს, ასე ვთქვათ, შფოთვის სიმპტომზე, შეიძლება მხედავდნენ, რომ აი მიხეთ ოფლი მდის, ან ხელები მიკანკალებს, ცახცახებ, რაღაცა ისეთი ვარ, ხო, რაღაცა სუსტი, უსუსური, რაღაცა დაუცველი და აი ეს აზრების და ხატების სახით არის წარმოდგენილი. შემდგომ არის უკვე შფოთვითი, ასე ვთქვათ, სიმპტომი, რომელიც მუდმივად, ასე ვთქვათ, გაზრდებს და ასე ვთქვათ, ინტენსიურია და არის დაცვითი ქცევები, მე რომ ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, გავუმკლავდე და ამ ეს საფრთხე, ასე ვთქვათ, შევამცირო, გარკვეულ დაცვით, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ძიების, ასე ვთქვათ, ქცევებს მივმართავ, რა შეიძლება იყოს, რომ დავმალო ეს ჩემი შფოთვა. მაგალითად თუ მე ხელები მიკანკალებს, რომ აი ამოვიდო უკან ან დავმალო, სადღაც მივიყუჟო, რომ არავინ არ დამინახოს, ხო, ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. აი ამ კომპონენტებისგან მოკლედ შედგება უშუალოდ, როცა მე აღმოჩნდები, მოკლედ აი ამ სოციალურ სიტუაციაში. ახლა რაც შეეხება, ანუ პირველ ასეთ მნიშვნელოვან კომპონენტს არის ეს, როცა მატრიგერებელი რაც არის სოციალური სიტუაციები, შეიძლება დავყოთ უშუალოდ ურთიერთობებთან დაკავშირებული სიტუაციები და შესრულებასთან დაკავშირებული სიტუაციები, ხო? ანუ შფოთვის მომტანი შეიძლება იყოს მრავალი სოციალური შინაარსის, ასე ვთქვათ, სიტუაცია. უცნობი ადამიანების გაცნობა, აი იმაზე წასვლა, საუბარი, ტელეფონზე საუბარი იქნება, თუ ასე ვთქვათ, შეიძლება არ იყოს და უშუალო ასე ვთქვათ, საუბარი, შეიძლება შეძენილი ნივთების დაბრუნება, მაგალითად მაღაზიაში ან სხვადასხვა ასე ვთქვათ, სახის მცირე ან დიდ ჯგუფში აღმოჩენა, ნაცნობების თუ უცნობების. რაც შეეხება შესრულებასთან დაკავშირებით, როცა მიწევს მე გამოსვლა და ასე ვთქვათ, სხვისი დაკვირვების, ასე ვთქვათ, ქვეშ ყოფნა. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ისევ შეხვედრაზე გამოსვლა, სიტყვის არასწორად წარმოთქმა, სხვების თანდასწრებით მაგალითად ცეკვა იქნება, სიმღერა იქნება, ყვება თუ ასე, მოკლედ შემდგომ, ხო? ანუ ორი დიდი ჯგუფი შეიძლება იყოს ეს ურთიერთობებთან დაკავშირებული და უშუალოდ როცა მიწევს, ასე ვთქვათ, გარკვეული რამის, ასე ვთქვათ, შესრულება. მეორე კომპონენტი არის ნეგატიური ავტომატური აზრები, რომელიც აი როგორც თავიდან რომ გაჩვენეთ აი ეს გარკვეული, ასე ვთქვათ, წრის სახით, როცა მე სიტუაციაში აღმოჩნდები, აქ აქტიურდება აი ზუსტად ეს აზრები, ხო? ნეგატიური ავტომატური აზრები. ეს შეიძლება იყოს მიმართული უშუალოდ ჩემს სიმპტომებზე და ჩემს საკუთარ თავზე, აი როგორი ვარ, ხო, მე ამ სიტუაციაში, აი არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი რა გავაკეთო, რაღაც სუდად გამოვიყურები, რაღაცა სუსტად გამოვიყურები, უცნაური ვარ. ასევე შეიძლება იყოს, რომ სხვები შეამჩნევენ ამ ჩემს სიმპტომებს და აი უარყოფითად იფიქრებენ ამ ყველაფერზე, ხო? მაგალითად, ყველა მე მიყურებს, ამცემენ პატივს, რაღაცა დაინახავენ ამ ჩემს ასე ვთქვათ, შფოთვის სიმპტომებს, დაინახავენ ამ მაგალითად მე რომ ხმა მიკანკალებს და რას იფიქრებენ, ხო? და აი ესეთი რაღაცა წამიერია, შეიძლება ესე ვთქვათ, აი დაფიქსირება ამისი გამიჭირდეს, მაგრამ აი ესე ვთქვათ, აი მუდმივად მოდის აი ამ სოციალურ, ასე ვთქვათ, სიტუაციაში ეს ნეგატიური აზრები. აი ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად და ესე ვთქვათ, აი ყველაზე ესე ვთქვათ, მიყვარს ხოლმე ვთქმა, აი ძაღლის თავი აი ამ აზრებშია მოკლედ და აი ამ შეფასებით კომპონენტშია ხოლმე დამალული და აი ამისი ესე ვთქვათ გაცნობიერება. აი შემდგომ აი ეს მართვა, ასე ვთქვათ, ხო, ერთ-ერთი აი ამ სოციალური შფოთვის მიმართულია, რომ მე გავაცნობიერო და რაღაცა ფოკუსირება მოვახდინო აი ჩემ ნეგატიურ, ასე ვთქვათ, ავტომატურ აზრებზე და ვეცადო, ასე ვთქვათ, მის ცვლილებას, მასთან ასე ვთქვათ, დაპირისპირებას, იმიტომ რომ ეს არის გამშვები მექანიზმი შემდგომ აი ამ ქცევითი და ემოციური რეაქციებისა. ხო, ანუ რეალურად ეს აზრებია, რომელიც მე საფრთხეს უფრო, ასე ვთქვათ, აძლიერებს, ხო, ამაში არის, რომ მე ვხედავ, რეალურად ეს საფრთხეა. შემდგომ არის მანკიერი, ესე ვთქვათ, აი ამ წრის ცენტრი არის ეს თვითცნობიერება, რაც უკვე ახსენე, რაც გულისხმობს, თუ ხთვის გარკვეულ გონებრივ ხატს ადამიანი იმისას, თუ სხვები როგორ ხედავენ მას, როგორი არის იმ უშუალოდ იმ სოციალურ სიტუაციაში. მაგალითად, თუ აი მანზე მივდივარ, წარმოვიდგენ აი პირველად როგორ შეიძლება მხედავდეს მე ეს ადამიანი, ხო? ეს შეიძლება გარეგნობაზე იყოს ორიენტირებული, ჩემს ქცევაზე იყოს, ასე ვთქვათ, ორიენტირებული და მის თვალში როგორ გამოვიყურები. შეიძლება აი გაწითლებული, გაოფლიანებული, ან
აკანკალებული, ან შეიძლება ის აზრებისთაც იყოს ეს თქვა წარმოდგენილი, რას ფიქრობს ის ადამიანი მოკლედ ჩემზე. და როგორც წესი, აი ეს წარმოდგენა, ხო, აი ეს თვითცნობიერება, შეიძლება ეფუძნებოდეს გარკვეულ, ასე ვთქვათ, წარსულ გამოცდილებებსაც, ხო? ან ხატის სახით იყოს წარმოდგენილი, ან ასე ვთქვათ, აზრების, ან ასე ვთქვათ, ყველაფერი ეს ერთად იყოს მოკლედ დაკავშირებული. აი ეს თვითცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეალურად, იმიტომ რომ როცა სოციალურ სიტუაციაში აღმოჩნდება ადამიანი, აი ამაზე ხდება, ანუ ფოკუსირებული ხდება სრულიად, აი ესე ვთქვათ, აი ამაზე და გარე სტიმულებს ვეღარ ამჩნევს უკვე, ხო? აი რეალურად, ასე ვთქვათ, იმ ადამიანების თუ რეაქციები როგორი არის, ხო? ამაზე აღარ ხდება, ასე ვთქვათ, ფოკუსირება. აი მაგალითად, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანოთ, როცა მე შეიძლება ჩემს მეგობართან ან პარტნიორთან ერთად მივდივარ პირველად მათი მშობლების, ასე ვთქვათ, გასაცნობად. და ჩემთვის ეს ძლიერ ფოთვასთანაა დაკავშირებული, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მეთმა არ მოვეწონები, შეიძლება რაღაცა ჩემზე უარყოფითად იფიქრონ, გამაკრიტიკონ, ამ ჩემს პარტნიორთან გააკრიტიკონ და უარყონ, ამიტომაც აი მე წარმოვიდგენ აი იმ სიტუაციაში წინასწარ და ვემზადები როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა გავაკეთო, რა უნდა ვთქვა და იმ სიტუაციაში როცა უკვე უშუალოდ აღმოჩნდები, ხო? ისევ ასე ვთქვათ გააქტიურდება, ესე ვთქვათ, ეს თვითცნობიერება, რომ აი მათ თვალში როგორი ვარ, აი ხა იმ მშობლების თვალში როგორ მხედავენ მე ისინი და ადამიანი ფოკუსირებას ახდენს აი ამ ყველაფერზე. როცა რეალურად შეიძლება ისინი საუბრობდნენ, რაღაცას აკეთებდნენ და მე ამ ჩემს იმაზე ვარ, ასე ვთქვათ, ფიქრებზე და აი ამაზე როგორ მხედავენ და ასე დრო შეიძლება მათ მაგალითად რაღაცა მკითხონ უცბად, ხო? რაღაცასთან დაკავშირებით, მე ამ ჩემს იმაზე ვარ ფოკუსებული, ეს ვერ გავიგო, რას მეკითხებიან. და კიდევ უფრო ასე ვთქვათ დავიძაბო და ასე ვთქვათ ცუდად ვიგზნო თავი. ან შეიძლება მაგათ გაიცინონ ან გაიღიმონ და ეს სიცილი იყოს რაღაცა ხუმრობასთან დაკავშირებული და მე ამას ვერ ვაცნობიერებ, იმიტომ რომ მე ამ საკუთარ ფიქრებში ვარ და აი ამ ხატებში ვარ. და მივიღო ეს სიცილიც რაღაცა უარყოფითად შევაფასო, რომ აი ჩემზე იცინია. ხო, ანუ არ მაძლევს საშუალებას სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ ის მტკიცებულებები, ასე ვთქვათ, ფაქტები, რომელიც შეიძლება იყოს უარმყოფელი ამ ჩემი ნეგატიური, ასე ვთქვათ, წარმოდგენების თუ ფიქრების, ხო, დავაფიქსირო გარემოში. და აი ამაზე ფოკუსირება უფრო და უფრო ამწვავებს, მოკლედ, აი ამ მდგომარეობას, ხო? აი ეს უკვე თქვით, ანუ ამწვავებს, ანუ ფიზიოლოგიურ, ეს თვითცნობიერება ფიზიოლოგიურ სიმპტომებს ამწვავებს. ასევე ზრდის დაცვითი ქცევების, ასე ვთქვათ, გამოყენებას, დაცვითი ქცევები, აი შემდგომში უნდა ვთქვათ, აი რას გულისხმობს, ხო? მე თუ ვთვლი, რომ აი ამ ჩემს სიცითრეს ხედავ, ვცდილობ, რომ მაგალითად შეიძლება დაუმალო სახე, ხო? თუ ხელები მკაკალებს დაუმალო ეს ჩემი ხელები, რაც კიდევ უფრო უცნაურად შეიძლება გამოვლინდეს და უცნაურად ჩანდეს ამ ადამიანების თვალში. აი ასევე რაც მინდა ვთქვა, აი სოციალური ფოთვის დროს რეალურად ეს ყველაფერი ისე იკვრება, რომ ერთ-ერთი ესე ვთქვათ ის მდგომარეობა, როცა მათი შიში რეალურად შეიძლება ახდეს ადამიანის, ხო? მართლაც აი ეს როცა ამაზეა ფოკუსირებული, როცა ცდილობს რაღაცა დაიმალოს და ამ დაცვით ქცევებს მიმართოს, ნამდვილად შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს, ნამდვილად შეიძლება იფიქრონ, რომ აი რაღაცა არ უნდა, ხო? ან ჩვენთან ასე ვთქვათ კომუნიკაცია, რაღაცა არამეგობრულია ეს ადამიანი და აი გამართლდეს. ოღონდ ეს მართლდება არა იმიტომ, რომ რეალურად ასეთი ვარ, არამედ აი ჩემი აი ამ ქცევების, ასე ვთქვათ, გამო, რომელიც რეალურად მე ვფიქრობ პირიქით, მიცავს, ხო და რაღაცა აი ამ საფრთხეს თავს მარიდებს. ასევე აი ეს თვითცნობიერება რა რომ დავუბრუნდეთ რას აკეთებს, არ მაძლევს საშუალებას, რომ მე მოვიქცე, ასე ვთქვათ, ბუნებრივად. ხო, ვიყო იმ სიტუაციაში, ჩავერთო იმ სიტუაციაში და მე ამაზე როცა ვარ ფოკუსირებული, ცოტა მოკლედ აღარ მაქვს საშუალება რეალურად, ასე ვთქვათ, რაც მინდა ის გავაკეთო, ხო? და ასევე როგორც თქვით, უკვე რაც თქვით, ამ ნეგატიური შეფასების ალბათობას მოკლედ ზრდის. ახლა რაც შეეხება დაცვით ქცევებს, თქვით რომ ეს გამოიყენება აი კატასტროფის, ხო, რომელიც შეიძლება მოხდეს აი ამის მისაჭკმალად, ხო? აი რომ არ მოხდეს, მე ვცდილობ, ასე ვთქვათ, აი იქ იმ სიტუაციაში განვერიდო და რაღაცა უჩინარი ვიყო ამ სიტუაციაში. რა შეიძლება იყოს ყველაზე ხშირია ტელეფონში, ასე ვთქვათ, ყურება და ძრომიელი ან განზე გადგომა, ან განცალკევებით ყოფნა, ხმის არამოღება, ხმის ტემბრის ან საუბრის, ასე ვთქვათ, კონტროლი, თვალის მზერითი კონტაქტის, ასე ვთქვათ, არიდება. ასევე ნაკლები, ასე ვთქვათ, საუბარი, ან შეიძლება იყოს ის, რომ აი სახე დავიფარო,
ასევე შეიძლება იყოს მაგალითად ხელებზე ფოკუსირება, ან რაღაც გარკვეულ სიცხეულის ნაწილებზე ფოკუსირება. და ეს კრავს ამ თვითცნობიერებასთან მოკლედ ერთად, ამ გარკვეულ ამ ანკიეწრეს და არ მაძლევს, როგორც თქვით, ამ გარემოში, ასე ვთქვათ, ყოფნის საშუალებას. ახლა გარკვეული მაგალითის სახით რომ მოვიყვანოთ, რა სახის ნეგატიური აზრები იწვევს რა სახის თვითცნობიერებას და შემდგომ მოკლედ დაცვით ქცევებს. მაგალითად, თუ ვფიქრობ, რომ არ ვიცი რა თქვა, რა გავაკეთო, ხალხი იფიქრებს, რომ მაგალითად ვარ სულელი ან არაკომპეტენტური, თვითცნობიერება ასე დროს რა იქნება, ხო? თავს როგორ წარმოვიდგენ, რაღაცა ისეთ სუსტად, რაღაცა პრიმიტიულად, გაუნათლებელ, ასე ვთქვათ, ადამიანად, ხო? აი, იმ სოციალურ სიტუაციაში თუ აღმოჩნდები, მაგალითად, ლექციაზე ვარ, მეგობრებთან ერთად ვარ, სადაც მაგალითად რაღაცა უნდა მსჯელობთ ან საუბრობთ, ხო? და დაცვითი ქცევა რა იქნება, ხო? ასეთ დროს შეიძლება იყოს, რომ მე ვცდილობ ზეითი კონტაქტი არ დავამყარო, არ ვთქვა და ნაკლები ესე ვთქვათ ვისაუბრო და ვიყო უფრო ასე ვთქვათ განზე, ხო? ან განცალკევდი ამ ჯგუფისგან და ან შეიძლება იყოს ის, რომ აი მოვიქცე ისეთი თქოს რაღაცეებით ვარ, ასე ვთქვათ, დაინტერესებული რაღაცა სხვა რაღაცეებით და ამით ასე ვთქვათ, ნაკლებად მოკლედ ვინტერესდები, ხო? მაგალითად, თუ ფიქრობ, რომ ავცახსახდები და მაგალითად კონტროლს დავკარგავ, ხო? თვითცნობიერება და რაღაცა იქნება, რომ თავს წარმოვიდგენ, აი ესეთ აკანკალებულად, აი მიჩნდება ეს ხატი, როგორი ვარ, როგორი სუსტი ვარ და დაცვითი ქცევები რა შეიძლება იყოს, ხო? ნელა შეიძლება რაღაცა მოძრაობდე, საგნებს, მაგრად რაღაცა ვუჭერდე, ასე ვთქვათ, ხელს, ან ასე ვთქვათ, მალავდე ამ ჩემ ხელებს და ასე შემდეგ, მოკლედ. ანუ როგორც თქვით, ან ნეგატიური აზრი, ანუ ამ სიტუაციაში არსებული ნეგატიური აზრები განაპირობებს მე ამ თვითცნობიერებას და ამ დაცვით, ასე ვთქვათ, ქცევებს. ახლა რაც შეეხება გავლენას ამ მენტალურ ჯანმრთელობაზე, აი ამ სოციალური მოკლედ შფოთვის, აი როგორც თქვით, სხვადასხვა დასაწყისში, ანუ ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, განსაკუთრებით ისევ სოციალურ ურთიერთობებზე, ხო? თუ ჩემთვის სოციალური ურთიერთობები, ასე ვთქვათ, მატრიგერებელი, მე დაკავშირებულია იმასთან, რომ ნაკლებად, ასე ვთქვათ, სოციალიზაცია შეიძლება მივყო ხელი, ნაკლებად ვიყო ჩართული, ნაკლებად, ასე ვთქვათ, დავინტერესდე და ეს იზოლაციას, განცალკევებას, ასე ვთქვათ, უწყობს. უფრო ნაკლები მეგობრები ყავთ მაგალითად ცხოვრების, ასე ვთქვათ, მანძილზე, ხო? ნაკლები, ასე ვთქვათ, სოციალური გამოცდილება აქვთ. ასევე ეს გარკვეულ ემოციურ კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას, ხო? ეს შფოთვის გარდა შეიძლება იყოს აი მარტოსულობის, განცალკევების, ასე ვთქვათ, განცდა, რომელიც თან სდევდეს, ხო? ამ ყველაფერს. ინტერესებსაც შეეხება, შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი ინტერესები გქონდეთ, მაგრამ აი იმიტომ, რომ ეს შფოთვასთანაა დაკავშირებული, ამ ინტერესების, ასე ვთქვათ, განხორციელება ნაკლებად ხდებოდეს. ანუ ჰობი იქნება, გარკვეული ასე ვთქვათ, მიზნების მიღწევა იქნება თუ ასე შემდეგ, ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, შემაფერხებელი, აი ეს შფოთვა და სოციალური, ასე ვთქვათ, ღელვა. რაც ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის სირთულეები შეიძლება ახდენს თან, განსაკუთრებით მაგალითად შეიძლება იყოს ის, რაც შფოთვასთანაა დაკავშირებული, ძილის სირთულეები, შეიძლება იყოს გარკვეული, ასე ვთქვათ, უმიზეზო გამოწვეული ტკივილები, ეგრეთ წოდებული, შეიძლება ის იყოს თავის ტკივილი, კუჭნაწლავის სირთულეები, იმიტომ რომ აი გამუდმებული შფოთვა ართულებს, ასე ვთქვათ, აი ამ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებს. ასევე არის განათლება და პროფესიულ ცხოვრებაზე გავლენა. ნაკლებად არიან, ხო, ჩართული ამ სასწავლო, ასე ვთქვათ, პროცესში, მაგალითად ერთ-ერთ კვლევაში აღმოჩნდა, რომ 86% სოციალური შფოთვა ჰქონდა იმ ადამიანებს 86%-ს, აი ამ ხელი ეშლებოდათ აი იმ სასწავლო და საგანმანათლებლო პროცესში, იმიტომ რომ ნაკლებად იყვნენ ჩართულები, ნაკლებად აკეთებდნენ ამ პრეზენტაციებს, ნაკლებად ასე ვთქვათ, იყვნენ, ასე ვთქვათ, აი ამ გარემოში, ხო, რაც ხელს უშლიდა აი იმ საკუთარი თავის წარმოჩენას და მერე უკვე ამ გარკვეული დასახული მიზნების მიღწევას. აი შეიძლება არ წავიდნენ გასაუბრებაზე, ან უარი თქვან გარკვეულ დაწინაურებაზე, ან ისეთ ასე ვთქვათ სამსახურზე, სადაც ეს სოციალური ასე ვთქვათ მათთვის შფოთვის და შიშის მომტანი სიტუაციებს შეიძლება კონდეთ მოკლედ ადგილი და ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ასე ვთქვათ თვითშეფასებაზე, ხო? ამ თვითშეფასებას, რომელიც ისედაც არ არის, ხო, ესეთი მყარი და სტაბილური და ასე ვთქვათ ჯანსაღი, კიდევ უფრო ამცირებს
და ასე ვთქვათ, უბრალოდ აი არაჯანსაღმის კი არა, ამის უფრო შეუსაბამო ხდება და არაჯანსაღი ამ სიტუაციებიდან გამომდინარე. ახლა რაც შეეხება რა ინარჩუნებს, აი რა არის შემონარჩუნებელი ფაქტორები, ხო თქვით ესეთი ქრონიკული მდგომარეობა, ახლა გახანგრძლივებული არის და რა არის მისი შემონარჩუნებელი. არის ის, რომ ძირითადად ეს ნეგატიური შეფასებები არის უხილავი, ხო? ანუ მე თუ მაგალითად მეშინია რაღაცა ისეთი ასე ვთქვათ, აი გარკვეული ობიექტის ან ცხოველის ან რაღაცის ეს არის ასე ვთქვათ ხილული და ვიცი ამისგან ასე ვთქვათ თავი როგორ დავიცვა და როგორ ასე ვთქვათ ავარიდო, ამიტომ მაშინ აქტიურდება, როცა იმ სიტუაციაში უშუალოდ აღმოჩნდები. სოციალური შფოთვა კი შეიძლება ის მუდმივად ასე ვთქვათ ანძდევდეს, იმიტომ რომ ხალხის და ადამიანების მხრიდან არსებული ეს ნეგატიური შეფასება ჩემს მიერ არის უხილავი, ხო? და მაშინაც კი როცა დადებითად აფასებენ რაღაცას, აი სოციალური შფოთვის მქონე ადამიანები ამას უცბად მოუძებნიან ასე ვთქვათ სხვა ახსნას, ხო? და ნეიტრალება ხდება აი ამ დადებითი ასე ვთქვათ შეფასებების, ანუ იმიტომ შემაფასეს ასე რომ მაგალითად ის კეთილი ადამიანია, ასე აწყობდა, პირდაპირ ხო არ მეტყოდა, ანუ ანუ არ ახდენენ საკუთარ თავზე ასე ვთქვათ ამის ასე ვთქვათ მიტანას, ხო? და არ აიგივებენ საკუთარ თავთან და ანუ ეს არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ შემონარჩუნებელი ფაქტორი. ასევე ის რომ ამ აზრებზე და ამ შინაგან ვთქვათ მდგომარეობაზე ხდება ფოკუსირება და გარე სტიმულებზე, ადამიანებზე თუ სიტუაციებზე არ ახდენენ ასე ვთქვათ აქცენტს და შესაბამისად კიცებულებები ნაკლები აქვთ იმისა, რომ რეალურად შეიძლება არ იყოს აშიში, არ იყოს ეს გარემო მათთვის ზიანის მომტანი იყოს თუ მაკრიტიკირებელი და ასე შემდგომ, ხო? და ასევე თავის არიდება და ეს დაცვით იქცევა ზღუდავს ახლის სწავლის საშუალებას, ხო? აი სოციალური უნარების ათვისების შესაძლებლობას და შესაბამისად ეს არის ასევე ერთ-ერთი ასე ვთქვათ შემონარჩუნებელი ფაქტორი ამ ყველაფრის. რაც ასევე მინდოდა თქვენთან გამერჩია, ხშირად არის რომ სოციალური შფოთვას გაიგივება ხდება სიმორცხვესთან, იმიტომ რომ გარკვეული ასე ვთქვათ მსგავსება არსებობს, ხო? განსაკუთრებით მოზარდებში ან ბავშვების ასაკში და როგორ უნდა განვასხვაოთ, უნდა გავმიჩნოთ ეს სიმორცხვე სოციალური შფოთვისგან, ხო? ამიტომ სოციალური შფოთვა არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც თქვით აი მუდმივად გრძელდება და სიმორცხვე უფრო პიროვნული ასე ვთქვათ მახასიათებელია, რომელიც არ არის ესე ვთქვათ ესეთი უფრო გარდამავალი ასე ვთქვათ მდგომარეობა და ნაკლებად ასე ვთქვათ ხელს ნაკლებად იწვევს განფუნქციონირების ასე ვთქვათ შეზღუდვას ან დაქვეითებას და აი გარკვეული სიტუაციების შემთხვევების შემდეგ იწვევს აი ამ სიტუაციებთან შეჩვევას და მათთვის აღარ არის ის ესევე მოწყვლი ადამიანებისთვის იმდენად ასე ვთქვათ ხელი შემშლელი როგორც სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებისთვის ასევე იქნებოდა, ხო? უფრო მეტად არის სიმორცხვე გავრცელებული პოპულაციაში, რაღაც აი 40% ადამიანების ეს სიმორცხვე ახასიათებს, როცა სოციალური შფოთვა უფრო პროცენტულად უფრო მოკლედ დაბალი მაჩვენებელია და სიმორცხვე თელი ცხოვრების ასე ვთქვათ მანძილზე გრძელდება კი უფრო სწორად აი ამ პიროვნული მახასიათებლი, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ კონდეს და სხვადასხვა სიტუაციებში გამოვლინდეს და სოციალური შფოთვა კონკრეტულად გარკვეული სიტუაციების მიმართ არის, ხო? ანუ გარკვეული სოციალური სიტუაციებია მათთვის ეს საფრთხის შემცველი და მატრიგერებელი და შეიძლება მუდმივად ყველაფერზე შეიძლება არ გრძელდებოდეს. ახლა რაც შეეხება რისკ ფაქტორებს, ანუ რა უწყობს ხელს ამ სოციალური შფოთვის ასე ვთქვათ გამოწვევას. ერთ-ერთი არის ასე ვთქვათ წამყვანი კი არა, თუ ეს გენეტიკური ასე ვთქვათ ფაქტორები, რომელიც დაახლოებით სადღაც 30% არის, რაც გულისხმობს იმას, რომ კვლევები აჩვენებს, რომ პირველი აი ოჯახის წევრების შემთხვევაში უფრო ხშირია ამ სოციალური შფოთვის გამოვლენა, ხო? აი რა მექანიზმია უშუალოდ აღმოჩენილი არ არის, თუმცა ეს გენეტიკური ასე ვთქვათ წინასწარ განწყობა და ახასიათებს მოკლედ სოციალურ შფოთვას. თუ ამბობთ რომ სადღაც ეს 30-40%-ია, ანუ გარკვეულწილად რჩება სადღაც 60%-ის ალბათობა იმისა, რომ რაღაც სხვა ფაქტორები არის მის გამოწვევაში ესე ვთქვათ ჩართული. ასევე არის შემდგომი ეს აღზრდის სტილი და ასე ვთქვათ, აი ქცებითი მოდელები ბავშვობაში, ადრეულ ასაკში როგორი იყო.
აი აღზრდის სტილი არის, რომელიც უფრო ზემზრუნველს, რომელსაც ვეძახით, ჰიპერმზრუნველობა, როცა ახასიათებს მშობლებს, რას იწვევს ახლა ეს მე აღარ ვაძლევ, ხო, ჩემი ამ ზედმეტი, ესე ვთქვათ, აი ზრუნვით, ყურადღებით, აი კონტროლით, აი მისი, ესე ვთქვათ, აი დამოუკიდებლობის განვითარების საშუალება, საკუთარი თვითრწმენის, ესე ვთქვათ, განვითარების საშუალებას, რომ მას შეუძლია, ხო, რაღაცებს გაუმკლავდეს. შესაბამისად ეს იწვევს აი ზუსტად ჩვენ თუ ამბობთ, რომ ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, აი ძირეული არის საკუთარი თავის წმენა შეხედულებები, ხო, როგორ ვუყურებენ საკუთარ თავს, ეს აღზრდის სტილი და იმ მშობლის, ესე ვთქვათ, ქცევა თუ მზრუნველი პირის ქცევა განაპირობებს იმას, თუ მე როგორ შევაფასებ მერე საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს, ხო? ასევე აი ოჯახში ან გარემოში ქცევითი მოდელები, ესე ვთქვათ, როგორ ქცევას ახორციელებენ, როგორი ქცევითი მოდელები მყავდა, ხო, ბავშვობაში. ნაკლებად სოციალური ადამიანები თუ იყვნენ, ჩაკეტილი, უფრო ჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევდნენ, ასევე აი თვითონ ღელავდნენ აი შეფასებაზე, რას იტყოდნენ, ესე ვთქვათ, სხვები, მშობლები იქნება თუ სხვა ოჯახის წევრები, ასევე მეც, ასე ვთქვათ, მაჩვენებდი, რომ თუ ასე მოიქცევი, ასე იტყვიან, ასე იფიქრებენ შენზე და ასე ვთქვათ, აი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ აი სხვა რას იტყვის და სხვა რას იფიქრებს და შეიძლება იყოს ეს მაკრიტიკირება, გაკრიტიკონ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა შესაბამისად ეს ქცევითი მოდელები განაპირობებენ იმას, რომ მე გარკვეულ წმენა შეხედულებას ვაყალიბებ საკუთარი თავისა და სხვების, ასე ვთქვათ, მიმართ. ასევე არის გარემო, სადაც არსებობს გარკვეული, ასე ვთქვათ, აი ეს მყარი და უпроსტი სტანდარტები და წესები თუ როგორ უნდა, ასე ვთქვათ, მოვიქცე, ხო, რომ აი როგორ უნდა ვიყო კარგი მოსწავლე, კარგი, ასე ვთქვათ, შვილი, წარმატებული და აი ეს არსებობს, ასე ვთქვათ, სტანდარტები, შესაბამისად, როცა არ ხდება აი ამ, ასე ვთქვათ, აი ამ სტანდარტების, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილება, აი ეს შფოთვა უფრო მოკლედ ძლიერდება და ამ ნეგატიური შეფასების შიშიც უფრო ძლიერდება. ასევე მესამე კომპონენტი არის, ესე ვთქვათ, რისკ ფაქტორის, არის მატრაუმირებელი მოვლენები, რაც გულისხმობს აი ვისაც უფრო გარკვეული, ძალადობრივი, ან ესეთი უარყოფითი შინაარსის, ესე ვთქვათ, გამოცდილება აქვს ბავშვობაში, იქნება თუ მოზარდობაში, ესე ვთქვათ, გადატანილი, აი ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, გამომწვევი ფაქტორი. უფრო ნაკლებად, ვიდრე რომ აღზრდის სტილი, თუმცა ესეც ახდენს მოკლედ გავლენას და ასევე არის გარკვეული სოციალური უნარების დეფიციტი, რომელიც რაც ვთქვით, აი ამ ფაქტორებიდანაც გამომდინარეობს, ხო? მე თუ არ მაძლევენ როგორც ბავშვს და არ მაძლებდნენ იმის საშუალებას, რომ დამოუკიდებლობა, ასე ვთქვათ, ქონოდა, რაღაცა თვითონ მიმეღო გადაწყვეტილებები, რაღაცა შეცდომების დაშვების საშუალება მქონოდა, ხო? და მუდმივად რაღაცა ის საფრთხეებზე მიმანიშნებდნენ. შეიძლება სოციალური უნარები, ასე ვთქვათ, არ მქონდეს ისე განვითარებული და ესეც ხელს უწყობდეს აი ამ შფოთვის, ასე ვთქვათ, გაძლიერებას. აი განცდის და წმენის, რომ მე არაკომპეტენტური ვარ, იმიტომ რომ აი არ ვფლობ გარკვეულ, ასე ვთქვათ, აი ამ სოციალურ უნარებს, ხო? აი ეს უფრო ეხება ასერტულ, ასე ვთქვათ, აი თავდაჯერებულ ქცევას, როცა გულისხმობთ, ხო? რაც მინდოდა ასე მე ვთქვა, როდის ხდება, ასე ვთქვათ, განვითარება, ძირითადად მოზარდობის ასაკში, აი საშუალო ასაკი არის 13 წელი და აი 8-დან, ასე ვთქვათ, 15 წლამდე ხდება განვითარება, სქესს შორის, ასე ვთქვათ, განსხვავება ნაკლებია, თვითონ პოპულაციაში განსხვავებას არ აჩვენებს კვლევები, თუმცა აი კლინიკურ შემთხვევების დროს მცირედით უფრო მეტი არის ქალებთან, ასე ვთქვათ, გამოვლენილი, თუმცა ეს არის უფრო უმნიშვნელო. თქვით, რომ მდგომარეობა არის უფრო ქრონიკული, თუმცა აღენიშნება გარკვეული სპონტანური, ასე ვთქვათ, რემისიაც, რაც გულისხმობს, რომ ეს სიმპტომები და ეს მდგომარეობა შეიძლება, ასე ვთქვათ, აღარ გამოვლინდეს გარკვეული, ასე ვთქვათ, დროის შემდგომ, თუმცა აქ გარკვეულ ფაქტორებს აქვს მნიშვნელობა და ეს ფაქტორები აი როცა უფრო გვიანი დასაწყისი აქვს და არ არის ეს ადრეული და ბავშვობის დროს განპირობებული დასაწყისი, როცა სოციალური უნარები უფრო გაძლიერებული აქვს და უფრო ფლობს, ასე ვთქვათ, ადამიანი. ასევე არის აი თვითშეფასების უფრო, ასე ვთქვათ, ადეკვატური თვითშეფასების ქონა და საკუთარი, ასე ვთქვათ, თავის რწმენა არის ერთ-ერთი, რომელიც აი სპონტანური, ასე ვთქვათ, რემისიის განმაპირობებელი შეიძლება გახდეს. რაც შეეხება მართვას სოციალური შფოთვის, აქ არის, ასე ვთქვათ, პირველი, ასე ვთქვათ, ეს თვითცნობიერებაზე მიმართული, ასე ვთქვათ, სტრატეგიები, რაც გულისხმობს მით შემცირებას, ეს თვითცნობიერება, რომელიც თქვით, როგორ ხედავენ, ხო, სხვა ადამიანები, აი ამას, ასე ვთქვათ, ცვლილება და ეს გულისხმობს, რომ გარკვეული სტრატეგიების გამოყენებას ამ საკუთარ თავზე ფოკუსირების ნაცვლად მე ყურადღება გადავიტანო
გარე, ასე ვთქვათ, საგნებზე, გარე ობიექტებზე და იმ სოციალურ, ასე ვთქვათ, უშუალოდ იმ სოციალურ გარემოში, ასე ვთქვათ, ჩავერთო. მეორე არის ნეგატიური, ასე ვთქვათ, ავტომატური ამ აზრების, ასე ვთქვათ, ცვლილება. ამ აზრების და ასევე გარკვეული აი ამ საკუთარი თავის შესახებ უფრო ბირთვული აი ამ წმენა შეხედულებების ცვლილება. მათთან დაპირისპირების, მათთან ასე ვთქვათ, დაფიქსირების და ცვლილების საშუალებით. მესამე არის ანუ ქცევის ცვლილება, იგულისხმება ძირითადად აი დაცვითი ქცევების, ასე ვთქვათ, ცვლილება, ამის ნელ-ნელა აღმოფხრა და პირიქით ანუ რისი შიშით მაქვს, რასაც ვერიდები, აი ამ ქცევების, ასე ვთქვათ, განხორციელება, რომ აი აღუდგე ამ ჩემს დაცვით ქცევებს წინ და განვახორციელო რაღაცა განსხვავებულად, მოკლედ მოვიქცე ამ სოციალურ სიტუაციებში. ოღონდ აქ გასათვალისწინებელია ის, რომ აი რაც ყველაზე საფრთხის-შემცველია, იმით არ უნდა მოხდეს ხო დაწყება, ის რაც ნაკლებად ჩვენთვის მომტანია, აი იმით ვიწყებ, ასე ვთქვათ, აი ამ ცვლილებების განხორციელებას. მაგალითად, შეიძლება ის იყოს, რომ უბრალოდ მაგალითად ჩავერთო აი ამ საუბარში და აი მცირე ხნით ხო რაღაცა 2-3 წუთი ვისაუბრო, როცა არასოდეს არ ვსაუბრობ ხო უცხო ადამიანების გარემოცვაში. ან შეიძლება იყოს, რომ ჯერ რაღაც ნაცნობებთან ვცადოეს და არა უცხო მოკლედ გარემოში. და მეოთხე არის, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულობის, ასე ვთქვათ, გაზრდა. შეიძლება იყოს აი სოციალური უნარების, ასე ვთქვათ, გაძლიერებით და უფრო ასე ვთქვათ, საკუთარი თვითრწმენის გაძლიერებით. ეს 4 კომპონენტია მოკლედ. რეალურად აი სტრატეგიები რა შეიძლება ასე ვთქვათ დაგვეხმაროს ასეთ დროს, როცა შფოთვა არის გაძლიერებული. ერთი რომელიც თქვით, აი რაც თვითცნობიერებას ასე ვთქვათ ამცირებს, ეს არის ყურადღების გადატანა საკუთარი თავიდან გარე სტიმულებზე. აი mindfulness-ის უნარებსაც უწოდებენ, რაც გულისხმობს, ანუ გონების დაბრუნებას სხეულთან და ატყოში, ასე ვთქვათ, ყოფნას, რაც მიიღწევა აი გარე სტიმულებზე, ადამიანებზე ყურადღების გამახვილებას, დაინტერესებით, აი ინტერესით და არა განსჯით, ხო? და არა ასე ვთქვათ შეფასებითი კომპონენტის გარეშე. უბრალოდ აი თუ ვზივარ მეგობრებთან ერთად სადღაც კაფეში, ან თუ ვარ მაგალითად შეხვედრაზე, კონფერენციაზე, იმის ნაცვლად, რომ მე აი ჩემს ჩემი ფიქრებითა და აი ამ ხატებით ვიყო მოცული თუ როგორ ვხედავ ეს ხვები, ხო? აი ყურადღება გადამაქვს, აი რას ვხედავ, რა ხმები მესმის ჩემ გარშემო, ხო? ვინ როგორ ასე ვთქვათ, გამოიყურება, რა შეიძლება იყოს რა სურნელი მცემს, ხო? სხვადასხვა ასე ვთქვათ, სტიმულებზე, ადამიანებზე ყურადღების გადატანა და ჩართვა ამ სოციალურ ასე ვთქვათ სიტუაციაში და ეს რეალურად იწვევს იმას, რომ ამ ჩემ დაცვით ქცევებს ეწინააღმდეგება. მე იმის ნაცვლად, რომ მაგალითად ტელეფონში ვიყო, ან ასე ვთქვათ, განცალკევებით ვიყო, რაღაცა ყურადღება გადამაქვს გარე ასე ვთქვათ ობიექტებზე, ხო? ასევე ეხმარება ადამიანს იმაში, რომ უფრო დაინტერესებულად გამოიყურებოდეს და შესაბამისად სხვა ადამიანების მხრიდან რაღაც უცნაურად ან არამეგობრულად აღქმა, ასე ვთქვათ, არ ხდება, ხო? და ასევე ის, რომ მტკიცებულებების, ასე ვთქვათ, მოპოვებას იმისას, რომ აქ საფრთხის-შემცველი, ასე ვთქვათ, არაფერია, ან ნაკლებია, ასე ვთქვათ, ხელს უწყობს. და რეალურად აი ფორმულას, რომ დაუბრუნდეთ, ეს ამცირებს ზუსტად აი ამ საფრთხის, ასე ვთქვათ, ალბათობას და ამ რაღაც საკუთარ თავში დარწმუნებულობის, ამ რესურსების, ასე ვთქვათ, გაძლიერებას იწვევს. და რეალურად ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ესე თქვა ძალიან საჭირო უნარია. არა მხოლოდ სოციალური შფოთვის დროს, არამედ ნებისმიერი შფოთვის, ღელვის, ან ესე თქვა ძლიერი ემოციური მდგომარეობის დროს, რომ აი გადამაქვს უბრალოდ აი ყურადღება სხვა რაღაცეებზე, ხო? ადამიანებზე უბრალოდ აი ვაკვირდები, ჩემთვის ასე თქვა აი ინტერესის, აი რაღაცა ცნობის მოყვარობის დაკმაყოფილების გამო და ეს სიმშვიდე, ხო, თანდათან მოდის და ეს შფოთვა ასე თქვა ცირდება. ოღონდ ამას თვითონ ამ ადამიანთან ხო ესე განვიხილავთ, ნელ-ნელა შეიძლება იყოს მისთვის უფრო შესაბამისი და სიტუაციას გააჩნია, რა სიტუაციაში რა შეიძლება ასე ვთქვათ ასეთ დროს იყოს. ახლა რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ეს არის ასე ვთქვათ აზრების დაფიქსირება და მათი ესე ვთქვათ ცვლილება, ეს ცოტა უფრო რთული და გრძელვადიანი პროცესია, მაგრამ პირველი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ უბრალოდ დავაფიქსიროთ. ძალიან ხშირად ვერც აი ამ კავშირს, ხო, აი ამ აზრების, ემოციებთან, აქცევებთან კავშირს ვერც ვაცნობიერებთ, ხო, რომ რეალურად ეს ჩემი ემოცია, შფოთვა იქნება შიში თუ მაგათ ბრაზი, გარკვეული, ასე ვთქვათ, აზრებით, ხო, ან შეფასებებით, ან ხატებით არის, ასე ვთქვათ, გამოწვეული. ამიტომაც, როცა აღმოჩნდებით
გარკვეულ სიტუაციაში და ეს ჩემში ასე ვთქვათ ძლიერ ემოციას აღძრავს, ხო, ესე დროს აი საკუთარ თავს ვკითხოთ, ხო, აი რა აზრები მომდის ახლა თავში, ხო, ეს რამდენად რეალურია, მე ეს ჩემი აზრები, ხო? ეს ჩემი მოსაზრებებია თუ ფაქტია, ხო, რეალური. მაგალითად, მე ახლა ენა ამებმევა, ხო, ვფიქრობ. ან ხელები მიკანკალებს, ხო, ან არ ვიცი რა ვთქვა, ხო, ეს არის უფრო მოსაზრებები, არ ვიცი რა ვთქვა, ხო, უფრო ჩემი მოსაზრებაა, ვიდრე ასე ვთქვათ, ფაქტი, თუ მე მაგალითად რაღაცა ყურადღებას მიმართავ, რა შეიძლება ასე ვთქვათ, თქვა, რაღაცა უფრო ბუნებრივად და უფრო სპონტანური ვიქნები, შეიძლება ასე ვთქვათ, სათქმელის მოძებნო და ვისაუბრო, ასე ვთქვათ, კიდეც, ხო? აი რა კითხვები შეიძლება ასეთ დროს ასე ვთქვათ დაუსვათ ჩემ თავს, რომელიც დამეხმარება აი ამ აზრების მოკლედ გამოვლენაში, ხო? როცა ის ფოთვა ვიგზენი, აი რა აზრი მომივიდა, უშუალოდ ამ ემოციის განცდის დროს რა აზრი მომივიდა თაში, ხო? აი ჩემს გონებაში რა ხდება, აი რამ შემაწუხა, რა შეიძლება ყველაზე უარესი მოხდეს, ხო, ასეთ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეს როცა აი უკვე გარკვეული ისე ვთქვათ, აი პირობითი რეფლექსებითა რომ აი ამ სიტუაციაში მაქვს რაღაცა ცუდი ესე ვთქვათ განცდა და რაღაცა კატასტროფის, აი რა შეიძლება ყველაზე უარესი მოხდეს აი ამ სიტუაციაში და შეიძლება არც მქონდეს გაცნობიერებული და რაღაც ავტომატურად ირთვებოდეს რაღაცა საშინელების, რომ აი უარმყოფენ, აქედან ასე ვთქვათ გამრიყავენ, მაგრამ როცა ჩაუღმავდები და საკუთარ თავს ვეკითხები, ხო, შეიძლება ეს ისეთი კატასტროფული არ იყოს და რაღაცა სხვა შეხედულება აზრებიც ესე ვთქვათ გამიჩნდეს, ხო? ასევე არის ეს ჩემთვის რას ნიშნავს, ხო? ეს აზრები ჩემთვის რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი და სხვა ასე ვთქვათ რა დატვირთვა აქვს. ასევე რა შეიძლება ადასტურებდეს და უარყოფდეს ამ ჩემ აზრებს. ანუ უკვე თუ მინდა ცვლილება, გადავდივარ აი ამ აზრების, ასე ვთქვათ, საპირისპირო რაღაცა მტკიცებულებების, ასე ვთქვათ, მოძიებაზე. რა შეიძლება იყოს, რაც უარყოფს აი მას, რომ მაგალითად მე არ გამომივა, ან მე ვიქნები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები, ხო? ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა, ასე ვთქვათ, არგუმენტების თუ ფაქტების მოკლედ მოძიება. ასევე შეიძლება ვკითხო, რომ აი სხვა ჩემს მეგობარს, ჩემს შვილს, ოჯახის წევრს, ასეთ სიტუაციაში ხარ როგორც მე ვარ და ესეთი აზრები რომ მქონდეს, აი რას ვეტყოდი, ხო? აი რას ვურჩევდი, რომ აი რაღაცა სხვა პერსპექტივა დავინახო, ხო? სხვანაირად შევხედო ამას, რომ აი მცირე ცვლილებაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, აი ემოციურ, ასე ვთქვათ, ცვლილებას იწვევს. ყველაზე უკეთეს უარეს შემთხვევაში უფრო სწორად შეიძლება ფოთვა მცირედით მაინც მოკლედ შეამციროს, ხო? და ბოლო გვაქვს ასე ვთქვათ ქცევითი ცვლილებები. აი მცირე ცვლილებები შეიძლება ასე ვთქვათ დავიწყოთ. ეს ყველაფერიც ესეთი ახლა კი ესე ძალიან მოკლედ და იმებს საუბრობთ, მაგრამ რეალურად როცა ესეთი შემაწუხებელია, მათთვის როცა საფრთხე ესე თქვა ძალიან რეალურია, ხო? და აი ამ ლოგიკურად გამომდინარეობს, ხო? მათი ასე ვთქვათ საკუთარი თავის შეფასებიდან და სიტუაციის ხედვიდან ეს ესეთი მარტივი არ არის. ამიტომაც არის რომ ახლა ეს ესეთი ზოგადია უფრო და ძალიან საჭიროებს რეალურად ყველა ადამიანთან ესე ინდივიდუალურად განხილვას და მასთან ერთად ასე ვთქვათ აი ამ მოძიებას და გადაწყვეტილების მიღებას, ხო? აი რასით შეიძლება დაიწყოს ეს ქცევითი ცვლილებები, ან რა ჯობია ჯერ რომელი ასე ვთქვათ მოხდეს. იმიტომ რომ აი ყველაზე ნაკლებად ჩვენთვის მომდანი რომელიც არის, აი იმითი უნდა მოხდეს დაწყება და არა ესეთი უფრო ის რომელსაც ძლიერ ემოციებს მოკლედ აღძრავს, ხო? მაგალითად საუბრის უცნობთან დაწყება შეიძლება იყოს, ხო? უფრო საუბრისას უფრო კონცენტრირებულად ესე ვთქვათ ყოფნა. ასევე იმის თქმა, რაც მოგივათ თავში, ხო? ან რაღაც სპონტანურობის უფლების მიცემა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავისთვის. თავში ან ისევე მოქცევა, ისე ასე ვთქვათ, გაკეთებაც გმინდა, ხო? მაგალითად შეიძლება იყოს, რომ წვეულებაზე ვარ და რაღაც ეს ცეკვა ყოველთვის იმასთან ასოცირდებოდა ჩემთვის უხერხულობასთან, რომ აი მიყურებენ, მათვალიერებენ და აი არ მოეწონებათ და გამსჯიან და ასე შემდგომ. ხო, აი თუ ამის სურვილი გაჩნდება, აი აბა მოძრავდე რაღაცა, ასე ვთქვათ, გავაკეთო, ხო, ვიცეკო. ასე მიმდინარე ჯგუფურ საუბრებს მაგალითად შევუერთდეთ, რაღაცა მცირე პრეზენტაციის გაკეთება, ოღონდ აი უფრო ხანმოკლე და უფრო პატარა რაღაცა პრეზენტაციის გაკეთება შეიძლება იყოს, დარეკვა, გასაუბრება. ანუ რეალურად ახლა ეს ესეთია ძალიან ზოგადი, ესე ვთქვათ, ისინია. თავარი არის აი ის, რაც ჩემთვის უჩვეულო იყო, იმას რაც თავს ვარიდებდი, ანუ დავიწყო აი ამ ასე ვთქვათ, აი ამ ქცევითი ესე ვთქვათ ცვლილება, რომ ვნახო რეალურად რა შეიძლება მოყვეს ამას. დიდი ალბათობით ამ ქცევით ასე ვთქვათ ცვლილებებს
ის რისი მოლოდინიც მათ აქვთ, ხო, რაღაცა რომ აი კატასტროფული მოხდება და რაღაცა საშინელი, იმისი ალბათობა არ არსებობს და ესე ვთქვათ, შესაბამისად ალტერნატიული, უფრო ასე ვთქვათ, ადაპტური წმენა შეხედულებებისა და აზრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და შესაბამისად მე თავდაჯერებულობის მატებასაც ხო აი ერთხელ გავაკეთე ორჯერ და რაღაცა ესე იგი შემიძლია, ესე იგი რაღაცა არ ხდება ის მოლოდინი, რისი ასე ვთქვათ წარმოდგენაც მაქვს ასეთ სიტუაციებში და აი ამ მანკიერი, ასე ვთქვათ, აი მწრის, რომელიც თქვით, უკვე ახსენით რა კომპონენტებისგან შედგება, აი იმისი გარღვევა, მოკლედ ესე ვთქვათ, ხდება, ხო? აი, ამ იმ დაცვით მექანიზმებსაც გამის გამოყენება არ არის რეკომენდებული და უნდა ვებრძოლოთ ამ მექანიზმებსაც. კი, უყურეთ როგორ არის დაცვითი ქცევები რეალურად არის შემანარჩუნებელი ფაქტორი, ხო? მე დაცვით ქცევებს ვიყენებ აი ამ უსაფრთხოებისთვის, ასეთი მიზანი, რატომაც ადამიანი იყენებს, რომ თავი უფრო დაიცვას და უსაფრთხოდ იქცნოს. მაგრამ რეალურად ეს დაცვითი ქცევა აკეთებს იმას, რომ თუ სხვა ალტერნატივა არსებობს, ხო? და მაგალითად რაღაცა ამ სიტუაციაში რაღაცა წარმატებულად გამოვედი, ხო? და თავი დაცულად ვიგრძენი, მივაწერ აი ამ დაცვით ქცევას, ამ ჩემს ასე ვთქვათ უსაფრთხოების განცდას, ამ დაცულობას და არა იმას, რომ რაღაცა სხვა გარე ფაქტორებიდან იყო ეს განპირობებული. ანუ რეალურად ეს არის ის, რაც ამყარებს ამ ჩემწმენა შეხედულებებს, ამყარებს ასე ვთქვათ, აი მანკიერ წრეს ასე ვთქვათ იმ კრავს და მე არ მაძლევს საშუალებას, რომ სხვა გამოცდილება მივიღოთ, ვისწავლო და ასევე დაცვითი ქცევები არის, რომ უფრო საკუთარ თავზე ფოკუსირებული ვხდები, ხო, რაღაცა განცალკევებული ვხდები და აღარ ვაქცევ აი იმ გარე ასე ვთქვათ ფაქტორებს ყურადღებას, შესაბამისად არ მაძლევს აქედან წამოსული ინფორმაციის აღქმის საშუალებას. ამიტომაც ამ მნიშვნელოვანი ამ დაცვითი ქცევების ესე ვთქვათ ცვლილება, შემცირება, რომ მე გადავიტანო ყურადღება საკუთარი თავიდან, ასე ვთქვათ, გარე ფაქტორებიდან და სხვა რაღაცეებიც დავაფიქსირო და ასე ვთქვათ სხვანაირად დავიწყო, ასე ვთქვათ, აი შეხედვა, ხო, აი ამ სიტუაციების და გაჩნდეს ალტერნატიული, ასე ვთქვათ, შეხედულებები, აზრები. დასული ადამიანი მოერევა ამას თავისით თუ მას თერაპიები უფრო მიზაშიც. ხო, კარგი კითხვა დასვით რეალურად ანუ ეს არის ფსიქიკური, ასე ვთქვათ, აშლილობა, ხო, მდგომარეობა, უბრალოდ აქ გარკვეული კონტინიუმია, შეიძლება ძალიან მსუბუქი სიმპტომებიდან, ასე ვთქვათ, საკმაოდ ძლიერი სიმპტომებით და მდგომარეობით იყოს გამოხატული, თუმცა ყოველთვის რეკომენდირებულია მაინც, რა თქმა უნდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის ჩართვა და თერაპიული, ასე ვთქვათ, ჩართულობა, იმიტომ რომ იმ ერთად დაგეგმავთ, ერთად განსაზღვრავთ და შედეგი უფრო, ასე ვთქვათ, მეტად იქნება წარმატებული, ვიდრე, ასე ვთქვათ, თუმცა სულ არაფრის გაკეთებას, რა თქმა უნდა, ჯობია რაღაცა თვითდახმარების, ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს საინფორმაციო ბროშურების, ლიტერატურის გაცნობა და ამაზე, ასე ვთქვათ, მუშაობა, მაგრამ რეკომენდირებული, რა თქმა უნდა, არის ის კი არა, რადგანაც არის ფსიქიკური, ასე ვთქვათ, მდგომარეობა, პირველ ეტაპზე საჭიროა ფსიქიატრის ჩართულობაც, რომ მოხდეს დიაგნოსტირება და სწორი შეფასება და მერე ასევე გარკვეული თერაპიული, ასე ვთქვათ, ჩართულობაც. და კონკრეტულად რა სახის ფსიქოთერაპია, კოგნიტიური ბიჰევიორალური თუ? დიახ, დღეობით ყველაზე ეფექტიანად, ასე ვთქვათ, ითვლება კოგნიტურ-ქცევითი ბიჰევიორალური თერაპია, სოციალური შფოთვის სამკურნალოდ, ხო, რომელიც ანუ მტკიცებულებაზე დაფუძნებული არის და ეს პირველი რანგის თერაპიული მიდგომა, რომელიც არის, ასე ვთქვათ, აი რემისიის საშუალებას იძლევა, ხო. დაახლოებით აი 68% არის გამოჯამთელების, ვინც კოგნიტურ-ქცევით თერაპიას მიმართავს. პერიოდი რა არის დაახლოებით კურსის? იცით რა, დაახლოებით ალბათ ესე 16-20 სესია, თუმცა აქაც ესეთია, ძალიან ინდივიდუალურია, ხო? ანუ კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. და პირველ რიგში ამის აღმოსაჩენად, ესე ვთქვათ, ფსიქოლოგს უნდა მიმართოთ, ფსიქოთერაპევტს თუ ფსიქიატრს. თუ როგორ ხდება ამის დიაგნოსტირება? დიაგნოსტირებას აკეთებს ფსიქიატრი, რადგანაც არის ფსიქიკური, ასე ვთქვათ, მდგომარეობა, როგორც აღხსენი, მნიშვნელოვანია, რომ ფსიქიატრს მიმართოთ, რომ მოხდეს მის მიერ დიაგნოსტირება
და განსაზღვრა. თან ხშირად ახლავს სხვა კომორბიდული, ასე ვთქვათ, მდგომარეობების და ამიტომაც რომ კარგად შეფასდეს ეს რაღაც სხვა მდგომარეობები გამოირიცხოს, თერაპევტისთვის, ფსიქოლოგისთვისაც დამხმარე იქნება, როცა მანც უკვე ფლობს ინფორმაციას, რომ აი გარკვეული, ასე ვთქვათ, დიაგნოზი არსებობს. მოკეთ, მე მაქვს ეგეთი რაღაც, რომ ანუ აი ჩემ საკუთარ შეხვედრას რომ ანუ გაყიდვების სფეროში ვარ და ეს გული მაქვს გაჩქარებული მაშინში. ანუ რომ გავყავი მოკეთ ჩემს პარტნიორს ამ შეხვედრაზე და რო ვიცოდი რომ მისი შეხვედრა იყო, ანუ საერთოდ არ მინერვიულია, ძალიან კარგად ჩავატარე, ასე ვთქვათ, რო ვიცოდი რომ ჩემი შეხვედრა იყო, აი ძალიან მინერვიულა და ეს ვერ ავხსენი მართლა. აი ხაც რატომ ნერვიულობ, ვერ ხვდები, აი ეს დამეწყო ხა რომ ჩამერთო რომ და ვინერვიულ აშკარად და არის პერიოდები რომ აი საერთოდ არ ნერვიულობ ხოლმე და ნუ ხა ვიფიქრე რომ გავრისკავდი და შენი კითხვა რა არის? ანუ რატომ ემართება, როცა ვიცი რომ სხვა ჩემი პასუხისმგებლობა არ არის თქვათ უფრო მეტად ნუ ხა მე ჩემი ანალიზი გამოვიტანე რომ ალბათ მაგიტომ რომ ანუ მისი შეხვედრა რო იყო, ანუ საერთოდ თავისუფლად ვიყავი და იგივენაირ ჩემ შეხვედრაზე შეიძლება ძალიან მინერვიულიყო. აი თუ ამას როგორც ვისაუბრეთ ამ კოგნიტური ჭრილში ავხსნით, ხო? შესამჩნევია ეს ემოციური რეაქციები და ფიზიოლოგიური რეაქციები, ხო? ანუ შფოთვის სიმპტომებია. სიტუაცია არის, რომ აი სხვის და ჩემი ასე ვთქვათ სიტუაციაში აღმოჩნდები, რომელიც გაყიდვებს ასე ვთქვათ უკავშირდება და აი ამ სიტუაციაში, ხო, როგორც ვთქვით, რაღაცა გამაშუალებელი რგოლივით არის, აი რას ვფიქრობ, რა მნიშვნელობას, ინტერპრეტაციას ვანიჭებ მე ამ სიტუაციას. შფოთვა არ გაჩნდება თუ რაღაცა საფრთხე შემცველი არ არის, აი ამიტომაც აი რომ გავუგო ჩემ თავს, ხო, აი ამ სიტუაციაში აი რა აზრები მომდის, ხო, თავში აი როგორ ვაფასებ, რა დატვირთვა აქვს ამ სიტუაციას ჩემთვის. აი ეგ არის მნიშვნელოვანი და აი გაუცილებლად იქნება რომ რაღაცა გარკვეულ ასე ვთქვათ საფრთხესთან იქნება დაკავშირებული, ხო? შეიძლება იყოს რომ აი რაღაცა კარგად შეიძლება არ ჩაიაროს ისე როგორც მინდა, ესე უტრირებულად რომ ვთქვათ და ეს იწვევდეს გარკვეულ ამ შფოთვით ასე ვთქვათ რეაქციებს. შეიძლება ერთი იყო თვით შეფასება და თვით კრიტიკა არის ალბათ სოციალური შფოთვისთვის ყველაზე მეტად რთული გამოწვევა რა, რაც განაპირობებს ხოლმე ამ ჩვენ სოციალურ შფოთვებს. რაც ალბათ ყველას გვაქვს და გქონია მაინც. როგორც თქვენ დღეს. ხო და ყველაზე მარტივად, ეხლა ვიცი რომ ძალიან რთული საკითხია და ამას ესე ვერ განვიხილავთ, მაგრამ ყველაზე მარტივად როგორ შეიძლება რომ შევამციროთ თვით კრიტიკა და როგორ ავიმაღლოთ თვით შეფასება ისე რომ ამ საკუთართან მუშაობით არ გვაქვს პრობლემა, ესე სოციალური შფოთვები არ გვაქვს განსაკუთრებით მძიმე ფორმაში, მაგრამ ყოველდღიურობაში ან ზოგადად აი ეგეთ მნიშვნელოვან საკითხებში გვემართება რა ან ყველას და აი თვით შეფასებაზე როგორ ხდება ყველაზე მარტივი გზით მუშაობა. ცოტა რთული კითხვა იმ მხრივ რომ აი მარტივად ძნელია რეალურად და ესეთ კომპლექსურია რა ამისი მიდგომა. ისევ არის რომ ისევ ყურადღების ასე ვთქვათ მიმართვა ხო იმაზე თუ რა ექცევა ამ თვითკრიტიკის ობიექტში ხო ანუ რა არის რაზეც ვახდენ ფოკუსირებას ხო ყველასთვის რაღაცა ეს თვითკრიტიკის შეიძლება იყოს სამიზნე ჩემი უნარები ვიღაცისთვის შეიძლება იყოს გარეგნობა ანუ მაგალითად დავავიწყოთ თემა რომ აი ვთქვათ მივდივარ რაღაც ახალ გარემოში და შეიძლება მქონდეს შფოთვა იმასთან დაკავშირებით წინასწარ შფოთვა იმასთან დაკავშირებით რომ შეიძლება ვერ ვიყო საკმარისად კარგი იმ გარემოსთვის ან უბრალოდ თვით რეალიზება ვერ მოვახდინო საკმარისი. აი ამაზე როგორ შეიძლება იმუშაოს ადამიანმა უფრო ეფექტურად თავის თავში და არა ვთქვათ დახმარებით. დახმარებით, გასაგებია. ანუ უყურეთ ეს არის თქვენი მოსაზრებები. ანუ პირველი როცა თვითკრიტიკა ჩდება, ანუ რას ვფიქრობ, რა აზრები მოდის ჩვენ თავში. ხო და მე აი ვიწყებ აი ამ აზრების ეს თქვა გამოვლენას და მოძიებას რა შეიძლება იყოს ამის ალტერნატიული ახსნა რომ არ ვარ საკმარისად კარგი ხო აი ამისი ალტერნატიული ახსნა რა იქნებოდა რატო ვარ საკმარისად კარგი და ამაზე კონცენტრირება ხო აი მისი მოძიება ან თუ რაღაცას ვერ შევძლებ ხო აი რა მტკიცებულებები არსებობს ამისი რომ ვერ შეძლებ ხო როგორც წესი ეს ესეთია უწყვეტია ხო მოყვება მე ესე თქვა წუხილის და ღელვის სახით რომ აი ეს ნეგატიური შეფასებები და აი
ამისი გაწყვეტა ხდება, რომ აი ჯერ ვაფიქსირებ, ასე ვთქვათ, ხო, აი რა არის ეს აზრი და შემდგომ ვიწყებ აი ამის ასე ვთქვათ გამოძიებას. აი როგორც აი კარგ მეგობარს დაველაპარაკებოდი, აი რას ვურჩევდი, ხო, მეგობარს, მოსაც ეს ნეგატიური ფიქრები უჩნდება საკუთარ თავზე. რატო ფიქრობს, ხო? ასე აი რა შეიძლება იყოს ამის ალტერნატიული ახსნა, სხვა, ხო? აი უფრო ფაქტებზე დაფუძნებული და არა ჩემს ვარაუდებზე, ხო? ეს უფრო აი ვარაუდია, რომ საკმარისად კარგი არ ვარ. აი რას გულისხმობს, რომ საკმარისად კარგი არ ვარ, ხო? და პირიქით რა არის, რომ აი ამისა პირწონეთ, ხო? იმაზე კონცენტრირდე, რაც არის დადებითი, რაც მაქვს, ასე ვთქვათ, ძლიერი, კარგი და მოხდეს აი ამისი, ასე ვთქვათ, გამტკიცება. საიდანაც ხო იბადება ეს რა, მე არ ვარ ეგ ადამიანი, ვისაც აი ეს სოციალური შფოთვები მაწუხებს, იმიტომ რომ არასდროს არაფერი არც ერთი გარემო არ ყოფილა ჩემს გარშემო, სადაც კომპლექსებიან ვერ ვსაუბრობ რა. არ ვიცი საიდან გამომდინარეობს ეს, მაგრამ ამაზე არ მაქვს კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, რომ საიდან გამომდინარეობს და საიდანაც ხო გვებადება ადამიანებს იმის, რომ მე აი აქ ვზივარ, თუნდაც სადღაც რომ მივდივარ, ან სადღაც ვარ, გასაუბრებაში რასაც მნიშვნელობას ვანიჭებ, კომპლექსები ასე ვთქვათ, რაღაც შიშები მაქვს, შფოთვები მაქვს და საიდანაც ხო იბადება ეს კითხვები ჩვენ თავში, რომ მე შეიძლება ვერ ვისაუბრო კარგად, ან ვერ დავწერო რაღაც კარგად, ან ვერ გავაკეთო კარგად. და საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს, აი რაღაც არცოდნიდან გამომდინარე? აჰა, აი როგორც გითხარით, ძირითადად არის ეს ადრეულ ბავშვობაში და გარკვეულ ბავშვობის პერიოდში ჩამოყალიბებული რწმენა შეხედულებები საკუთარ თავზე. ასევე სხვა ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით საკუთარ, ასე ვთქვათ, თავზე, როგორ ვხედავ მე ჩემ თავს, ხო, როგორი ვარ. და ეს რწმენა შეხედულებები არის ძალიან ისეთი მყარი და უპირობოა, ხო, რომელსაც ესე აი წამს და მჯერა, რომ აი როგორც არის, მაგალითად, თუ ვფიქრობ, რომ აი სოციალურად არაკომპეტენტური ვარ, ხო? ეს იმდენად მყარია, რომ მაშინაც კი როცა მაგალითად პრეზენტაციას იდეალურად ჩავატარებ, ხო, და ყველაფერი კარგად იქნება, რაღაცას მაინც გამოუძებნი, რაც ჩემთვის ესე ვთქვათ არ იქნება, ხო, მაგალითად აი შევჩერდი საუბრისას, რაღაცა ერთი სლაიდი უფრო ნელა, ასე ვთქვათ, გადავშალე, ხო, აი ძალიან ახლა ძალიან მარტივი რაღაცეები იყოს. ანუ მოდის ძირითადად აი ამ საკუთარი თავის შესახებ არსებულ აი ამ უპირობო რწმენა შეხედულებებიდან და ეს აზრები რაღაც არ გამოგსვლია და გვახსოვს ეს. აი უყურეთ თვითონ ამ საკუთარი თავის რწმენის შესახებ ეს რწმენა შეხედულებების ჩამოყალიბება არის სხვადასხვა გამოცდილების შედეგი. ის თუ როგორ ძირითადად არის თუ როგორ რეაგირებდნენ ჩემზე და ჩემს ქცევაზე გარშემო მყოფები, ოჯახის წევრები, რას განამტკიცებდნენ, ხო, რას მეუბნებოდნენ, რა წესები არსებობდა იმ გარემოში, რა სოციალური შფოთვის დროს განსაკუთრებულია მნიშვნელოვანია, რა სტანდარტები არსებობდა, ხო, და თუ მიყენებდნენ საერთოდ ამ სტანდარტებს, ხო, და აი ეს ძირითადად არის, რომ აი რაღაცის სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებ, ხო, შეიძლება ის იყოს გარეგნობის და არ ვარ საკმარისად ლამაზი იმ გარემოსთვის, ან იყოს რომ აი საკმარისად არ ვიცი და არ მაქვს იცოდნა, რომელიც საჭიროა რომ ეხლა ამოვიღო და რაღაცა ვთქვა. შესაბამისად იყო რომ მე რაღაცა იმ ჭკვიანის, იმ განათლებული სტანდარტებში, ასე ვთქვათ, აჯდება. და მოდის უფრო აი ეს, ხო, აი სხვადასხვა გამოცდილების და აღზრდის და ფაქტორების, ასე ვთქვათ, ერთობლიობიდან ერთი კონკრეტული შეიძლება, ასე ვთქვათ, არ იყოს. მაგალითად, შეიძლება იყოს აი რომ მოვიყვანოთ შეიძლება ბავშვი, რომელიც საკმაოდ ასე ვთქვათ, გონიერი, შრომის მოყვარე და კარგ ხულებს ესწავლობდა თუ ასე შემდგომ, მაგრამ მისგან ყოველთვის იყო მოლოდინი, რომ აი ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებდა, მიიღებდა ასე ვთქვათ, მაღალ ხულებს. რადგანაც ეს მარტივად გამოსდიოდა, იმ ოჯახის წევრების თითქოს აი ამას ასე ვთქვათ, ახალისებდნენ. იქ რომ აქ სკოლაში და რაღაცა დაბალ ხულას მიიღებდა, აი მასწავლებლებისგან ეს რაღაცა მოულოდნელი იყო, რომ მისთვის შეუსაბამოა რა, დაბალი ხულის მიიღება, ხო? და რა წმენას იყალიბებს ასეთ დროს, რომ აი ყოველთვის რაღაცა მაქსიმალურად გაუცრუო, ხო, რაღაცა მაქსიმალურად კარგად უნდა ასე ვთქვათ გააკეთო. თორემ აი რაღაცა სხვის სტანდარტებს ასე ვთქვათ ვერ ვაკმაყოფილებ, არ ვარ ის საკმარისად ასე ვთქვათ კარგი ან ცოდნე ან ასე ვთქვათ კომპეტენტური რაღაც იმ საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამ პირიქით უფრო მეტი უნარები და ცოდნა აქვს, ხო? მაგრამ აი ეს გარემო ფაქტორები განაპირობებს აი ამ გარკვეული ასე ვთქვათ რწმენა შეხედულებების ჩამოყალიბებას, რომელიც მე ზუსტად აი გამოსჭვივის აი ამ ჩვენ თვითკრიტიკაში, საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში, ქცევებში, ემოციებში თუ ასე შემდგომ და აი ეგ არის ამიტომაცაა თერაპიული ჩარევა მნიშვნელოვანი, რომ მან გააცნობიეროს რა არის ის ძირში, საფუძველში არსებული, ხო? რომ არის გარკვეული მდგომარეობები, როცა აი ამის შეცვლილება არის მოკლედ მნიშვნელოვანი.
სოციალური შფოთვა ერთ-ერთი ის მდგომარეობაა, როცა ზუსტად მნიშვნელოვანია ამისი გაცნობიერება და ამისი ესე ვთქვათ ცვლილება. ეს ვთქვათ აი ჩვენ უკვე დასრულებში როცა იქ მოხსენებაში აი 8-დან 15 წლამდე ბავშვებს ხო არ აქვს შეხვედრები და ვთქვათ გასაუბრებები და აი მაგათ აი რა მომენტებში შეიძლება შევიცნოთ რომ ეს ვთქვათ გააჩნიათ ეს სოციალური შფოთვა იმიტომ რომ ის პრეზენტაციებს არ აკეთებენ ის რაღაცა უყურეთ ეს პრეზენტაციები ძალიან ხშირად ვახსენეთ რომ ყველაზე მეტადაა გავრცელებული თუმცა ნებისმიერ სოციალურ სიტუაციაში ხო შოუბლისტის კი ანუ გაკვეთილი მაგალითად აი სკოლა კლასში აქტიურობა ის დროს ხო შეიძლება აღარ აქტიურობდეს აღარ გამოვიდეს დაფაზე აღარ მოუყვეს როცა ძალიან კარგად იცის და მომზადებული აქვს ასევე არ გამოთქვეს საკუთარი ასე ვთქვათ აზრი არ დააფიქსიროს უნდადეს სადღაც წასვლა მაგალითად დაბადების დღეზე წვეულებაზე და არ წავიდეს ან როცა მივა და იქ არის ესე ვთქვათ რაღაცა უფრო განცალკევებით არის რაღაცა უფრო თითქოს ჩაკეტილია თუმცა აქაც აი როგორც გითხარით აი მნიშვნელოვანია ან ეს როცა სოციალურ შფოთვაზე საუბრობთ ეს უნდა ვლინდებოდეს ერთი და იგივე სიტუაციებში მუდმივად და ასე ვთქვათ რაღაცა გარკვეულ უცვლელად და თუ არ ვლინდება შეთქვა შეიძლება იყოს ეს გარკვეული ტემპერამენტის ასე ვთქვათ გამოვლინება სიმორცხვის რომელიც არ გულისხმობს იმას რომ აუცილებლად ასე ვთქვათ სოციალური შფოთვა აქვს ანუ თუ ეს სოციალურ სიტუაციაში ვლინდება უფრო ასე ვთქვათ აი პერმანენტულად თან აი სურვილი თითქოს აქვს მაგრამ აი მამას ასე ვთქვათ ეწინააღმდეგება და მაინც თავს არიდებს აი ამ შემთხვევაში შეიძლება ასე ვთქვათ ეჭვი მივიტანოთ როგორ შეიძლება ბავშვს დავეხმაროთ სიმორცხვის ან დაძლევა ქვია თუ გადალაყობი ანუ 9 წლის შვილები ყავს ბიჭი საერთოდ არ არის მორცხული და გოგო ძალიან მორცხულია ანუ ძალიან კარგად სწავლობს მაგრამ არ ვიცი როცა ვთქვათ უწევში არ ვიცი როდის მე შეიძლება რამეზე გაიცინეს კლასელებმა და ამიტომ აღარ გამოთქვავს სულის რომ იცის მაგრამ არ უნდა რომ ადგეს და უპასუხოს მასწავლებელს ან უცხო გარემოში როცა აი რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებს აი ძალიან სხვა აი ხელებს ასე შვება და აი როგორ დავეხმარო ამ შემთხვევაში არ ვიცი თქვენ თუ შეიძლება იმაზე ხო იცით აი ასე შემთხვევაში გასარკვევია ეს სიმორცხვიდან გამპირობებული თუ ნამდვილად გარკვეულ მოვლენიდან გამპირობებული აი როგორც თქვენ თქვით იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ნეგატიურ გამოცდილებას ეფუძნება შეიძლება ეს იყოს დაცინვა ან უხეშად მიმართვა ან რაღაცა ჩემთვის არასასიამოვნო ასე ვთქვათ გარემოში ყოფნა და უხერხულობის განცდა რა თქმა უნდა ის უკვე იდენტიფიცირებული იქნა როგორც საფრთხის შემცველი ხო ესეთი სიტუაციები შესაბამისად ასეთ სიტუაციებში თავის არიდება ლოგიკურია აი ამ საფრთხიდან გამომდინარე ხო ამიტომაც მას შემთხვევაში უკვე ჩარევა განსხვავებულია იმიტომ უნდა მოხდეს აი ამ საფრთხის ესე ვთქვათ ხელახალი გადაფასება ხო და აი ამას აი ამ მიჩვევა აი ამ გარემოსთან მაგრამ როცა სიმორცხვასთან გვაქვს საქმე აქვს უკვე პიროვნული მახასიათებელია და მიდგომა ასე ვთქვათ უფრო განსხვავებულია იმ ხრივ რომ შეიძლება მათთვის უბრალოდ ეს არც დისკომფორტული იყოს და არც მაინდა-მაინც ასე ვთქვათ პრობლემური რომ არ ერთვებოდნენ აი ამ გარკვეულ სოციალურ ასე ვთქვათ აქტივობებში და პირიქით აი სურვილიც ასე ვთქვათ ნაკლებად კონდეთ შესაძლოა ეს ფუნქციური პრობლემების შემქმნელი ნაკლებადაც შეიძლება ასე ვთქვათ იყოს ამიტომაც ეს აი ძალიან რთულია რეალურად უნდა მოხდეს გამიჯვნა ხო ეს რაღაც სიმორცხვით რაღაცა ტემპერამენტიდან არის გამპირობებული თუ გარკვეულწილად რაღაც ნეგატიურ გამოცდილებას ნია და მაგიტურად მაგალითად მოხდა თუნდაც კლასი ან ახალი კლასელი ან რაღაც დაბადების დღე ანუ არ შედის კონტაქტში იმიტომ რომ ამბობს რომ მცხვენია და თუ ვიღაცა გამორელაპარაკა თვითონ გამოხატა ის მაშინ უმეგობრდება და ძალიან ბედნიერია და აი არ ვიცი როგორ დავეხმარო ამ შემთხვევაში. ანუ უბრალოდ იმის თქმა რომ სასირცხლო აქ რა არის? არ არის, რა თქმა უნდა. ეგ არ შვებს. ხო, იცით აი ნამდვილად თქმით, იმიტომ რომ რეალურად მან აი ეს თავისი გამოცდილებით უნდა დაასკვნას, რომ ეს არ არის, ხო? რაღაცა უხერხულობის მომტანია სიმორცხვის. ამიტომაც აი გულისხმობს აი მისთვის სხვადასხვა გამოცდილების, ესე ვთქვათ, ხელშეწყობას, ხო, მხარდაჭერას, რომ სადაც შეძლებს აი ამ თავისი შეიძლება ეს არ იყოს, სხვა გარემო იყოს, უფრო ნაკლებად შფოთვის მომტანი, სადაც ეს რაღაცა ინიციატივა მისი უფრო წახალისებული იქნება, რომ გარკვეულწილად ეს მტკიცებულება მიიღოს იმისა, რომ
მე აი ამ რაღაც გარკვეულ გარემოში რაღაცა ის ქცევა განვახორციელე, რაღაცა წამოვიწყე, ვითამაშე და ეს არ იყო ხო რაღაცა სიმორცხვესთან ან უხერხულობასთან ასევე დაკავშირებული. ამიტომაც აი ეს წახალისება, სხვადასხვა სოციალურ გარემოში ჩართვა, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება ეს გარემო, აი მიჩვევა ამ იმას ეს ვთქვათ გარემოსთან. თან როცა როგორც გითხარით, თუმცა პირველად მეორედ და დასაწყისში ხდება, ხო, ეს შეიძლება იყოს ნამდვილად შფოთვასთან და უხერხულობასთან დაკავშირებული და აი ამისი ესე ვთქვათ, როგორ ვთქვა, აი ვალიდიზაცია, რომ ეს ბუნებრივია, ხო, არა ეს რომ აი შენ აქ ღელავ და შფოთავ და აი მის გვერდით ყოფნა ასეთ პერიოდში, რომ აი ნელ-ნელა მოხდეს ამასთან ესე ვთქვათ მიჩვევა. აი ესეთი შემთხვევა მოყვას ერთი ახლობელი, რომელსაც აქვს ესეთი პერიოდული შფოთვები, რამეზე დაფუძნებული შფოთვა კი არა, აი ფიქრობს რომ აი რაღაცა მოკლე დროში რაღაცა უნდა მოხდეს, ცუდი. აი რატო ფიქრობ ასე? აი რაღაც ესეთი აი ცუდი სიზმრები მაქვს, აი ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ეს შფოთვაა თუ ეს რაღაც სხვა რაღაც ფსიქიკური პრობლემა არის, თუ დამამშვიდებლებს სვამს, რომ ეს ამაზე არ იფიქროს. იმიტომ რომ ფიქრობს ყოველთვის არ აქვს, მაგრამ პერიოდულად აქვს ხოლმე. იგივე რაღაც მეც მაქვს პერიოდულად. ხო, აი ეს შეგრძნება რატო? სინამდვილეში მე არც არაფერი არ ხდება. ეხლა რაღაცა რომ მოხდეს, რაღაც უბედურება, რაღაცა ცუდი რამ მოხდეს, მის ცხოვრებაში არ არის, მაგრამ აი ეს მე რაღაცა პერიოდი რო გავეტყობა, ავიწყდება და მე მშვიდდება, არა აქვს ესეთი ისამა. ეს შფოთვაა? დიახ, ანუ შფოთვა, წუხილი განსხვავდება იმით, რომ ეს ანუ არის ნეგატიური ფიქრები, ანუ უფრო აფექტური, ემოციურად უფრო დატვირთული და გარკვეულ ჯაჭვური რეაქცია, ანუ უფრო ასე ვთქვათ, ერთმანეთზე ნეგატივა, ბევრი ინფორმაცია გვაქვს და ალბათ მე როგორ ფანტაზიას მივეცემით. იცით როგორ არის? უყურე იძახე, წინათგრძნობა აქვს და არ ყოფილა ჯერ შემთხვევა, რომ ეს წინათგრძნობა რაღაცით ეს ახტა ეგ. ხო, უყურეთ ეგ კიდევ არის ემოციური დასკვნას ეძახიან, რაც გულისხმობს იმას, რომ აი მე რომ ეს წინათგრძნობა მაქვს, ან მე რომ ამას ვგრძნობ, ესე იგი ესე ვთქვათ მოხდება, ხო? აი ემოციიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ დასკვნა, ხო? რომელიც ასეც უფრო მეტად ესეთია არა რეალურია და ფაქტებზე ნაკლებადაა, ხო, დაყრდნობილი. ეს შეიძლება უბრალოდ იყოს გარკვეულ ასე ვთქვათ, აი სიტუაციასთან დაკავშირებული, ან სხვადასხვა სიტუაციიდან და ფაქტორების კომბინაცია იყოს, მაგრამ ზოგჯერ ეს შფოთვა არის და ეს სიმპტომები არის გარკვეული ფსიქიკური მდგომარეობის ერთ-ერთი ესე ვთქვათ გამოვლინება. შფოთვა ძალიან ბევრი შფოთვითი მდგომარეობის სტრუქტურაში შედის და ასე ძალიან ძნელია თქვა, ამიტომაც თუ ეს გრძელდება დიდხანს, თუ ეს შემაწუხებელია, მაშინ მნიშვნელოვანია რომ მიმართოს, ასე ვთქვათ, ფსიქიკური მიმართოს, უნდა მიმართოს, რომ მოხდეს იდენტიფიცირება. იმიტომ რომ არსებობს მდგომარეობა, რომელსაც აი რას თქვენს ახსენეთ, აი ეს არის ერთ-ერთი ესე ვთქვათ, მდგომარეობა, ასე ვთქვათ, სიმპტომი გამოვლენის. ოდნავ დამამშვიდებელს რომ დალის მე რაღაც ცოტა უკეთარი, ეთქვა მაგ პერიოდში ვიწყდება და მე ისე თავიდან იწყება რაღაც პერიოდი. ხო, აი ეგ მედიკამენტის დალევაც ზოგჯერ არის დაცვითი იქცევა, ხო, რომ აი მე დახა დავლევ და კარგად ვიქნები. და შფოთვას ასე ვთქვათ ამცირებს, ხო? ანუ რაღაცა ანუ ესე იგი ამ პრეპარატებით ამცირებს შფოთვას და არა გადის ეგ შფოთვა. როცა მას თვითნებურად შეიძლება აკეთებდე და ეს რაღაცა არა ექიმის ასე ვთქვათ დანიშნულებით და კონდეს ან გარკვეული ესე ვთქვათ ეს პლაცებო ეფექტი შეიძლება კონდეს ამ შემცირებას. მაგრამ მოკლედ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ეს შემაწუხებელია, როცა დიდხანს გრძელდება, გულისხმობს დაახლოებით 2 კვირაზე მეტხანს როცა გრძელდება, უნდა მიმართოს აუცილებლად ფსიქიატრს.